ეს იმერული და რა გაქრას დადგა მორია რა არა გვინდა არ გვინდა მე მგონი მორი აქ კაი იქნება იმენა მორი გილმური თუ ისე მური ისე რო არიდოს რა რომ არ გვაქვს მური მორის მედი რა იქნება ბიჭო არ მომიჭრია სამაგისოდ და მაგიტო თუმცა შემდეგში გავითვალისწინებ თქვენს იდეას ხო არ არის არ არის მური არ არის მური არა გილმური მიო რაღაცა დიდი მორია მაგრამ ეს არის ვარი ასე შემდეგ და ისე შემდეგ კეთილი და პატიოსანი ვინოს დავასხათ რომელიც იმასაც არ ვასახელებთ რა ქვია YouTube-ს ეგეთი წესი აქვს რომ სანამ ფულს არ გადაგიხდიან იქამდე არ ამბობ აი მას რო გავს რა დაწესებულებაა გენიალური ჭიქები გვაქვს შემოწირულობს ხათა შორის შენ ხარ ამის ყველაზე დიდი შემომწირველი რა ქვია დაწესებულების ფერმის ქუდიდან რომ დავიწყოთ ამ ძვირფასი ქუდიდან ქუდიც მომეგვიწევს პირდაპირ ტეხასიდან თუ საიდან ტეხასის შტატი ტეხასის შტატი ორეგონი ტეხასის შტატი თუ არ ვცდები ქალაქი ოსტინი ში ვიყავით ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ მგონი ოსტინში ვიყავ ამის დამამზადებელმა თუ იცოდა რომ ოსტინში დამზადებულ ქუდს ლანჩხუთში ჩაიდანდნენ და იქ მე დავეხურავდი საიდან სადაა არა შეიძლება ჩინეთში იყოს დამზადებული არა გამორიცხული იმიტომ რომ ყველაფერი დნეპრის ტრაქტორი რომ ვიყიდე ფერმისთვის made in China ეწერა აიცი როგორ არის რაღაცა წარმოდგენები რაღაცა რეპრეზენტაციები სიმბოლოებად წარმოგვიდგენია მაგრამ სიღრმეში სხვა მნიშვნელობები აქვს ან საერთოდ მნიშვნელობები არიან არა აქვს მნიშვნელობებს მოკლებულები არის არ არის გამორიცხული რომ ჩვენ შეიძლება სადღაც აი თუნდაც ეგ მაგალითად რომ ტეხასში ხო ვიყიდოთ ჩვენს გონებაში არის რაღაცა ტეხასური ისა ჰოლივუდიდან გამომდინარე ხო ჰოლივუდმა ჩვენში რაღაცა ააშენა ეგ გაგება ტეხასური ეგ გაგება ციგნებს თუ აქვს ეხლა გასაგებია რომ მაგალითად ცნობილი ფაქტია რომ აი სიგარეტის გამოყენება ფილმებში და ინდუსტრიაში გამოიწვია ის რომ გაორმაგდა და გასამაგდა სიგარეტის გაყიდვა თუნდაც Marlboro-ს ეკრავება და ასე შემდეგ. აი ციგნებს ხო არ აქვს ეგ ფაქტორი. როცა კითხულობ შენივე ფანტაზიაზე ხო დამოკიდებული როგორ წარმოიდგენ ამა თუ იმ გმირს ადგილს ან სიტუაციას. არ ვიცი, მაგ შემთხვევაში არ ამგონია რომ ციგს და ფილმს შორის დიდი სხვაობა იყოს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ფილმი რა არის რომ ჩვენ რაღაცა კადრს უყურებთ ხო? და მზა პროდუქცია. ციგნში შენ ფაქტიურად ხშირად აკეთებ ხოლმე ამას ადამიანი. ციგს ბევრი თვისება აქვს, მათ შორის ექსტაზის თვისებაც აქვს, რომელიც არ მნიშვნელოვანია საერთოდ ციგში და ციგში უნდა შეხვიდე რა რაღაცა ექსტაზი რა არის ხშირად თანამედროვე სამყაროში ჩვენ ხო რაღაცა ნარკოტიკულს ვაკავშირებთ ხოლმე, იმიტომ რომ იქ ყველა მიცის რატომაც ვაკავშირებთ. მაგრამ რა არის რომ სტასის რაღაც ადგილიდან გასვლის რაღაც ადგილიდან მოწყვეტის შესაძლებლობა ხო ჩვენ აქ ცხოვრობთ აქ ამ წუთის სოფელში ვართ აი ამ მდგომარეობაში ვართ სადაც ვართ შეიძლება რაღაცა ციგს ვკითხულობ და ამ ციგნმა შეიძლება მთლიანად მომწყვიტოს მე იმ ადგილს გარემოცვას იმ სიტუაციას ესე რომ ვთქვათ რომელშიც მე ვარ და რაღაცა ახალ სამყაროში გადამისროლოს ან თუნდაც აბსტრაქციაში გადამისროლოს ან თუნდაც რაღაცა მეტაფიზიკურ რაღაცა მაშინ გადაისროლოს ჩემი გონება და ზაად ჩემი გონება იქნება იქ ვიქნები მეც რა ფაქტიურად ხო აი წირვაზე ხო ამბობთ ზე გვაქვთ გულნი რატო ამბობთ ზე გვაქვთ გულნი იმიტომ რომ ჩვენ ასე წარმოგვიდგენია რომ ჩვენ მიჯაჭვული ვართ ჩვენ სადაც ჩვენს გულს გონებას ვამყოფებთ იქ ვიქნებით ჩვენც ხო რაღაც ესეთი ეგეთი ის ხო გვაქვს ანუ იმ რეალობის განცდა გვინდა ჩვენ ეს ექსტაზი ამ თვალსაზრისით ჩვენ რასაც რეალობის განცდა გვინდა ბუნებრივია ხო და არა იმის რაშიც ვარ ფაქტობრივად გამიწო რეალობა რა არის რეალობა არის კი ის რეალობა რასაც ჩვენ სირგლივ უყურებთ იმიტომ რომ ჩვენ ხო ამ რეალობიდან ჩვენ ამას რაღაცებს სიმბოლოებად აღვიქვამთ ხოლმე და მე ამ ყველაფერს განვაზოგადებთ რაღაცაში შევდივართ რაღაცაში მივდივართ აგერ ხეს უყურებ მე ხე რაღაცას მახსენებს ხო სამყარო არის სარკის საინტერესოა რა არის ფილოსოფიური მიმდინარეობები რომელშიც
ჩდება სარკის იდეა რა, განსაკუთრებით თანამედროვე. სარკის იდეაში რა იგულისხმება? სარკის იდეაში რა იგულისხმება და ჩვენ რაღაცა მთლიანად სამყაროს ან რაღაცას რო უყურებთ, ჩვენი თავის ანარეკლია ის, რასაც ჩვენ უყურებთ, მაგრამ წარსულის, ახლანდელის თუ ზოგადად? არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენი თავის ანარეკლი მე მხდის მოაზროვნე, ქმედით მოაზროვნე ადამიანს, რომელიც დამოკიდებულებაში გამსაზღვრავს მე. აი მაგალითად, ჩვეულებრივ უბრალოდ რო ავიღოთ რა, ჩვეულებრივ სარკის მაგალითად რო ავიღოთ. მე ვიყურები ჩვეულებრივად სარკეში, ანუ უბრალოდ მარტივი და ხვდები რომ მამაკ შესაჭრელი, ხო? და მოქმედებ, რაღაც მოქმედებას შევიჭრით მას, ხო? ანუ რაღაცა მოხდა ჩემსა და ჩემ გამოსახულება რაც არის სარკეში. იმას შორის მე პროცესად ჩამოვყალიბდი რა. მე არ ჩამოვყალიბდი, არ ვარ არც მხოლოდ ის, რაც სარკის წინ დგას და არც ის მით უმეტეს, რაც სარკეშია. მე ვარ ის, რაც ამ პროცესში ხდება რა, ამ შორის. თუ თვითონ პროცესიც მე არ ვარ, ეს ვარ, ამაში ხდება ჩემი ფორმირება, ანუ ვარ ძალიან ცუდი სიტყვა არის ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვარ უკვე ნიშნავს რაღაცის დასრულებას, ხო? მუდმივად გარდავიქმნები, მაგრამ ჩემი არ ვიცი იდენტობა თუ რა ვიცი როგორ უნდა დავარქვათ, ახლა თანამედროვე სამყაროში უამრავი ტერმინი არსებობს და ყველა არ შეესაბამება ჩემი აზრით ადამიანს. ტერმინები რაიდან გამომდინარე? მაგრამ ნახე, ძალიან ესე მგონია რომ დასაწყისისთვის ძალიან რთულად დავიწყეთ, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე ჩვენ შორის. ეს ურთიერთობა ჩემსა და სარკეს შორის. ეს არა უბრალოდ სარკე ხო, მხოლოდ რომელშიც ჩავიხედავ რა. ნებისმიერ სამყარო რომელშიც ვიყურები, ჩემი ანარეკლია, იმიტომ რომ მე ვქმნი ამ. ანუ რაც გაძლევს იმ იმპულსს რომ შენი მოქმედა. აი ის იქნება სარკე ადამიანის სიტყვა, ძაღლი ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლი თუ ნებისმიერი რა. კი ბატონო, თუ როგორც შენ კიდე ესე მასქენი, იმიტომ რომ სამყარო ფეთქავს რა, ერთი. ეგ რამდენად შეგიძლია ადამიანმა ჩათვალო ღვთის ნიშნად. აი ხა როგორც რელიგიურ ჭერში რომ შევხედოთ. რა ეს? აი ის რაც გაიძულებს, თუნდაც სარკეში ჩახედო, აი ჩამოვარდნილი რაღაცა ფოთოლი, ან რომელიც რაღაცა მოქმედებისკენ გიბიძგებს. შენ როგორც რელიგიურ ადამიანს, შენ არ გულისხმობ უნებრივია, როგორ შეგიძლია თუ არა ჩათვალო იმას, რომ ღმერთი რაღაცა ნიშანს გაძლევს. რომ შენი ანუ რამდენად იგივდება მაგ შემთხვევაში სამყარო და ღმერთი. ხო, რა საერთოდ სამყარო და ღმერთის გაიგივებას არ შევეხები, ეგ ცოტა სხვა თემა, მაგრამ ერთი საინტერესო მომენტი დავიჭიროთ მაგ რა. ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი რამდენად მოქმედებს ამაში და ახლობით ღმერთი რამდენად შეგვიძლია დავინახოთ, ღმერთმა რამდენად იმპულსი მოდის ამ ყველაფერს. გუშინ რომ ვიღაცა რაღაცა გითხრა, იმაში რამდენად შესაძლებელია. აზროვნება არის აუცილებლად ღვთაებრივი მოვლენა. ჩვენ ხო ამბობთ რომ სიტყვა განკაცდა ხო ლოგოსი განკაცდა ხო ანუ იოანეს სახარებაში ხო არის სიტყვა განკაცდა ლოგოსი ანუ რა გაგა სიტყვა გახდა ხელშესახება ანუ გახდა გამატერიალურდა ხო ნუ ქმედების შედეგად. ამაში თეოლოგიაზე დავაზუსტოთ, თეოლოგიაში იმდენად არ შევდივარ, რამდენად ფილოსოფიაში, რომ მე ჩვენ სხვა რაღაცა ისე ავაშენოთ, რომ ბოდიში გაწყვეტინებ, რომ ყველა მის მაყურებლისთვის გასაგები იყოს და არ გვინდა ძალიან თეოლოგიურად ვისაუბრები. არა, ძალიან მარტივია. სიტყვა სახარებაში წერია ესეთი რაღაცა, რომ სიტყვა განკაცდა, ხო? სიტყვა ბერძნულად ლოგოსი განკაცდა. ანუ სიტყვა თუ განკაცდა, რაღაცა რა მოხდა, სიტყვა გახდა, შემოვიდა მეტაფიზიკური რეალობა, შემოვიდა ამ ქვეყნად, ხო? ხელშესახები გახდა. დასანახი გახდა ის ჩვენ ღმერთს ვერ ვხედავთ. კი ბატონო. ხო, ანუ ვერ ვხედავთ აი ამ მიღმიერს, მაგრამ ეს სიტყვა განკაცდა, ანუ შემოვიდა ამ წუთისობაში ხილული გახდა. მატერიაში შემოვიდა, ასე ვთქვათ, მოდი. და სიტყვა რეალურად ხო აზროვნების საკითხთან ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული რა. ჩვენ აი რომ ვაზროვნებთ თუნდაც, ხო? ჩვენ ხო სიტყვებით ვაზროვნებთ. ჩვენს გონებაში ჯერ ხო სიტყვები შემოდის, ბუნებრივია, იმდენად რამდენადაც ვერბალური ნაწილი განსაზღვრავს. ხო, სიტყვები შემოდის, ხო, ჩვენში სიტყვა ხდება მატერიალური, არის სიტყვები ხდება მატერიალური. ამის აზრიც კი სიტყვაა, რომელიც აზრი ფორმირდება, ჩვენ თანამონაწილეები ვართ ეს თავისუფლების იდეასთან საკმაოდ კარგად ჩდება და
ანუ დასაფიქრებელი არის, მაგრამ და განსაშლელი არის და უფრო ხმათა ჩასასვლელი, მაგრამ ამ მომენტში ამას დავუფიქრდი, რომ წარმოიდგინე, სიტყვა მატერიალური ხდება, მაგრამ სიტყვა ჩვენ გონებაში ხდება, ჩვენს გონებაშიც ხდება მატერიალური, ღვთაებრივი აქტი არის რა და ეს სიტყვა რომელიც მატერიალური გახდება, თქვა ჩვენს გონებაში, მე კიდევ უფრო ხორცი უნდა შეისხას სიტყვაზე, ჩვენ უნდა დავფიქრდეთ. მარტო სიტყვები არის, წარმოიდგინე, უბრალოდ სიტყვები რო გაჩნდეს შენს გონებაში, ეს არაფერს არ ქმნის, ხო? ამ სიტყვებმა უნდა მოქმედება დაიწყოს შენში, წინააღმდეგობად უნდა შედგეს, ამ წინააღმდეგობებზე მსჯელობები უნდა დაეფუძნოს, ჩამოყალიბდეს. ეს ხო, რაღაცა ღვთაებრივი მოვლენა, ხო, სიტყვი განკაცდა, მაგრამ მოქმედებაში მოვიდეს, მე ჯვარსაც ეცვა, კაცობრიობის პროცესია რა, შემოსვლიდან დასასრულებამდე. მაგრამ შენს გონებაში მატერიალურდება სიტყვა, რომელიც თავისი პოტენციით აუცილებლად ასევე არის წილნაყარი ღვთაებრივთან. იმიტომ რომ შენ რამდენადაც ლოგიკური არსება ხარ, ხო, იქიდან იწყებ უკვე მსჯელობას იმაზე, რამდენად ღვთაებრივი შეიძლება იყოს შენი ცხოვრება, რამდენად როგორ წარმართო, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვართ ღვთაებრივი ცოტა ახლა ადამიანური გაგებით ავხსნათ, რომ ვიღაცა ჩვენ ხო ორი მოცემულობა გვაქვს, რა და როგორ, თქვა ესე, ჩვენ რანი ვართ, თქვა ადამიანები ვართ, მაგრამ როგორ ვიყენებთ ჩვენ ხო, როგორი ადამიანები ვართ, ეს საკითხია. როგორ ვიყენებთ, ხო? ჩვენ ამ მოცემულობას, ადამიანურ მოცემულობას, ხო? ორი არის, მაგრამ ამ რადან როგორში, ესე ვთქვათ, გადასვლას აუცილებლად ჩვენი გონება აკეთებს. ჩვენი გონების გარეშე ხა რადან როგორში, ნუ კი, ნუ თუ არ აზროვნებ, არ ვიცი, მაინც როგორ კითხვა დაესმის მაგას მაინც, მაგრამ ჩვენ როგორც რაციონალურ მოცემულობაზე ისე რომ ვისაუბროთ, როგორ ამ ფორმას ამ კითხვას რო პასუხი გასცე, შენ თვითონ უნდა გასცე, თანამონაწილე უნდა შეხლა იმ ლოგოსების, იმ სიტყვების, რომელიც შენში რაღაცა ფენომენი შემოდის, ხორცის ხავს, მატერიალური შემოსვლა შენზე აღარ დამოკიდებული. ვერ პატიჟებ. ანუ მოდი კულტურა ძალიან დიდ როლს თამაშობს, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, რომ სრულიად თავისუფლები ვართ, არ ვართ სრულიად თავისუფლები, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ჩვენ ენაზე ვსაუბრობთ. კი, ერთი ქართულად ვსაუბრობთ, მე ქართველები ვართ, რაღაცა ტრადიციები. იმას თავისი დიაპაზონი აქვს, მაგრამ ამავდროულად წეღავ თქვით ზუსტად ეს შევეხეთ, რომ ჩვენ კი ვსაუბრობთ ამ ენებზე და კი ვაზროვნებთ ამ ენებზე, მაგრამ ნახე აგერ წიგნთან მაქვს მე ურთიერთობა, მე გავდივარ ჩემი დიაპაზონი და ვცდილობ ექსტაზის მომენტი, ანუ გასვლის მომენტი რა. ზუსტად ეგაა რომ ჩვენ იმ ენით კატეგორიაში შედიხარ, მაგრამ რაღაცა ენაზე უფრო მეტს თან ცდილობ, იმიტომ შემეცნება არ ათავისუფლებს. ჩვენ თავისუფლება ხო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შემეცნება არ გაგანთავისუფლებს. შენ რამდენად საკითხია რომ მნიშვნელოვანია და რამდენადაა ჩვენი აზრი ის რომ თავისუფლება მნიშვნელოვანია. დღევანდელ საქართველოში მით უმეტეს. ანუ დღეს ის მოკითხები რომ გვინდა თუ არ გვინდა თუ ასე შემდეგ. მაგრამ წეგან მინდოდა მეკითხა რა ხან გავჩერდით. ექსტაზის მდგომარეობა შენზეა დამოკიდებული თუ არა? გახვალ თუ არ, გაყვები თუ არ გაყვები. მიიღებ თუ არ მიიღებ. როგორც მამარდაშვილი ამბობდა, უნდა ჩავარდე მდგომარეობაში. შენზე ვერ იქნება მარტო დამოკიდებული. ხო. იმიტომ რომ შენ ხო არ ხარ ესე განყენებული არსება არ ხარ რა. აი წარმოიდგინე რომ სამყარო რომელშიც ვართ, აი ეს რაღაცა ბევრი ველია რა, შენ რაღაცას გააკეთე. სამყარო ვერ გადიხარ. ნახე, შენ რაღაცას გააკეთებ, ხო? აი თქვა მე შემეხო, შენ რაღაცა მითხარი, მე შემეხო. მე რო შემეხო, თქვა მე აზრი შევიცვალე, მე რო აზრი შევიცვალე, ვიღაცას ის შეცვლილი აზრი უთხარი. იმის შეცვლილი აზრი რო უთხარი, იმას არ მოეწონა ის გაბრას და რაღაცა გააფუჭა. იმან რაღაცა რო გააფუჭა, ის ვიღაცა ანუ ამ თელი არსე მატერია რაც არის, ხო? ერთად ფეთქავს. ჩვენ შეიძლება ამას არ უკვირდებით, მაგრამ რაღაცებში ერთიანობაში ფეთქავს, გესმის? დოსტოევსკი ხო ამბობს, რომ ჩვენ ყველას მიმართ დამნაშავეები ყველაფრით ეგ ალბათ რაღაცა ისურებია მაგაში რელიგიური, იმიტომ რომ მარტო დანაშაულზე აქვს აქცენტი გაკეთებული, შეიძლება სიკეთეზეც იგივე თქვა, ხო? შეიძლება ვიღაცა რაღაცა პოზიტიური გითხრას, შენ იმდენად გაგისიამოვნოს, რომ გაღიმებული წაფუჭი შენ მეორეს კომპლიმენტი უთხრა და ესე გაგძელდეს. ხო, რა თქმა უნდა და ამ დროს რა ხდება იცი რომ ეს იმპულსი იმდენად მრავალწლოვანია, რომ შენ მარტო შენზე არ ხარ დამოკიდებული რა. ეს არის, ესე ვთქვათ, ერთმანეთთან მიმართებები, გადაჯაჭვულობები, ჩვენ ერთმანეთს მუდმივად გარდაუქმნით ნებისმიერ შეხება, არა მარტო ორი ადამიანის, არამედ სამყაროსთან ნებისმიერ შეხება, ახალი გარდაქმნა, ახალი მოცემულობა, ახალი საკუთარი თავის ახალად დაბადება, ხო, რაღაცას რო შეხედავ, თუნდაც წიგნს რო წაიკითხავ, შეიძლება მთელი სამყარო გარდაქმნა. შენი მოცემულობა გარდაქმნა შეიძლება, იმიტომ რომ შენ როგორც უყურებდი,
შენ უყურებ თელ სამყაროს, ხო? შენ ხო აქ მომდე შენ გონია ეს შენ ხარ, ეს თელი შენი აღქვით, მაგრამ შეიძლება რაღაცა ისეთი მოხდეს შენ მოვლენაში, რაღაცა შენ ხო თელი შენი ხედვა გარდაქმნა და ვაფშე სხვა ადამიანი ხდები, ხო? ამიტომ შენ რასაც მეკითხები, ჩემი გადმოსახედიდან აღა ვერ დავიჩე, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მარტო შენ არ გეკუთვნის თელ რაღაცა აი ამ სამყაროს ფეთქვაში ხარ ჩაფლული და უბრალოდ შენც ამ ფეთქვაში ფეთქავ და შენც გაქვს უკვე რესურსი რომ გაყვი ან არ გაყვი. ან გაყვი ან არ გაყვი, ან აღმოაჩინო არ აღმოაჩინო, ან გააფართო არ რამდენადაც შენ ჩაიკეტე, ანუ სურვილი ხო, რამდენად მოგინდება რომ ანუ თანაზიარი გახდე მაგ იმის რა ქვია ისე ეგ ეგოისტური მომენტის ხო იქნება მანდ გინდა თუ არ გინდა მიიღო მონაწილეობა ამ მაშინ რა ქვია ბოლაში ასე რომ ვთქვა ან ჯაჭვში გახდე ჯაჭვის ნაწილი შენ გახდები თუ არ გახდები და გენდომება თუ არ გენდომება მაინც ხარ არა ეგ უბრალოდ როგორ ხარ იმდენადაც ადამიანი ხარ всё დამთავრდა გინდა არ გინდა შენ არავინ არ კითხა გინდა თუ არ გინდოდა ისევე როგორც მე დაბადება მეთხოვე ვთქვა რაღაცა აი სახარებას რო დაუბრუნდო რა სახარებას რო დაუბრუნდეთ თითქოს გზა ხო ან მინდა თითქოს ყველა გზა მაინც ჯვარცმამდე მიდის აი უხეშად როგორია ჯვარც გოლგოთაზე არ დგას მარტო ქრისტეს ჯვარი ხო გოლგოთას გვერდით ქრისტეს გვერდით ორი ავაზაკი არის ხო ერთი ვთქვათ რომელიც უარყოფს იქვე ხო იქვე უარყოფს და ქილიკით და დაცინით მიუდგება ერთი იქ რომელიც იქვე შეიარებს და რაღაცა სკვიდრი გახდება და თავად ქრისტე რო რომელიც მთელი სიმბოლოა ხო გამოხსნის და ასე შემდეგ მაგრამ ის სიმართლის გზაც რომელიც მაცხოვარში არის განსახიერებული ისიც ჯვარზე ადის იმავაზაკების გზაც ჯვარზე არის. ანუ შენზე არაა ამდენად დამოკიდებული. სამი სხვადასხვა გზა გადის იმ ჯვარამდე. ხო, ამდენად ჩდება თავისუფლების იდეა ცუდი კითხვა იყო. შეიძლება იმ ხალხს საერთოდ არ უნდა და შეიძლება იქ ყოფნა იმ ზუთას. არა, კონკრეტულ ადამიანს შეხედავ განაზოგადე. არა, მე სიმართლის გზაც იქავიდა. ისა და თითქოს აი იმავაზაკების მდგომარეობა ჯვრისკენ საერთოდ არ იყო. მიმართული დაჟე თუ როცა აშავებდნენ თუ იპარავდნენ თუ ქურდობდნენ მას თვი მდგომარეობა საერთოდ არ იყო ის რომ ჯვარზე გვასვავენ მერე და ეს ჯვარს შეიძლება მასხოვართან ერთად რასაც ჩვენ ახლა ჯვარს ვეძახით თორე იმ პერიოდის უბრალოდ დაჟჯესი არ იყო კი ბატონო მაგრამ თლიანად შეუცვალა მერე იმ სიმართლის გზამ ანუ შენ მაინც იმაზე ხარ გასმის იმ გზაზე დგეხარ მაგრამ ანუ მოდული მოცემული შინაარსი შეცვალა რაღაცებს შინაარსი შეგიძლია შეცვალა მოდი აქვე მაშინ კითხავ რატო გვიჭირს მაგის გაგება რომ მოდული მოცემულია აი ამდენი 1000 წელია არ ვაპირებდი ძვირფასო ტელემაყურებელ ტელერადიო რა როგორც ამაყურებელ ვაქტებებზე შესვლას მაგრამ ჩვენი საუბრები როგორც ყოველთვის არაპროგნოზირებადია და მოდი გამოვყოთ რატო დგას ჩემი გადმოსახე ეს ჩემი სუბიექტური აზრია ქართველი მრევლი ჯერ კიდევ უდაბნოში აგებს ხბოს და რატომ არ გვინდა მაგ მოდულის არსებობის შესახებ გააზრება არათუ შესრულება რატო გვიჭირს ეგ? ანუ მე რაზღულის ხო ეგ ქართული ფენომენია თუ ზოგადად ადამიანის ფენომენია. ის რომ აი ეს მოცემულობა გვაქვს, ამ მოცემულობის არათუ აღიარება გვიჭირს, არამედ ანუ შესრულებას საუბარი ზედმეტი. ჩვენ ყოველთვის საუბრობთ რომ აი ვიღაც ის წმინდა მამა იყო ბიჭო. იმის გააზრება არ ხდება რომ იგივენაირად ჩემი გზა გადის გოლგოთამდე. და ეს მოცემული ისევე როგორც სიკვდილი მოცემული, ანუ ამას გინდა თუ არ გინდა ვერ გაიქცე. მართლმადიდებელი ქრისტიანის მოცემულობის აი ეს მოდული არის ის რომ შენი გზა მიდის გოლგოთამდე და სრულდება ჯვარცმით. ეხლა ბუნებრივია არაპირდაპირი გაგება. ნახე მე პირადად არ დავყოფდი ადამიანებს კატეგორიებად რომელიც ძველ აღთქმაშია ვიღაცა ახალ აღთქმაშია ვიღაცა ხო მაგრამ მან აზროვნება ყოფს მაგ ყველაფერს ჩემი აზრით მაინც არ დავყოფდი და გეტყვი რატო არ დავყოფდი იმიტომ რომ ყველაფერი ანუ ყველა ადამიანმა საკუთარ თავში ჩაიხედოს ყველაფერი მაინც ყველაშია თავმოყრილი რა ჩვენ ნებისმიერი ანუ შენ რო გააცალკევებ ვიღაცებს როგორც ძველი აღთქმის მოქალაქეებს რაღაც მომენტში შენს თავს აღიქვამ როგორც ახალი ნებისმიერ ადამიანში ხდება
პეტრეც და იუდაც ნებისმიერ იგივე ადამიანში მაშინვე არსებობს ქრისტეც, ხო? ყველაფერი პოტენციალში და ხან ისე გამოავლენ საკუთარ თავს, ხან ყველაფერი არსებობს პოტენციალში, ხო? ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ წმინდა წელის მოქალაქეები უნდა გავხდეთ და მოქალაქეობა იქ ნიშნავს, რომ ყველასთან გაქვს ურთიერთობა, ყველას ხვდები და ყველა მერე რაღაცნაირად გადმოიღურება შენში. ჩვენში თითოეულში არსებობს ძველი აღთქმის მოქალაქე და ჩვენში თითოეულში არსებობს ახალი აღთქმის მოქალაქე და ზოგადად ეს ძველი და ახალის დაყოფაც ძალიან სიმბოლურია, ხო? პავლე მოციქული ამბობს, რომ აი მაშინც რომ ამბობთ მრწამში მსგავსად წერილისა, ხო? ძველ აღთქმას წმინდა წერილს უწოდებს, ხო? პავლე მოციქული წმინდა წერილს უწოდებს. არ არის ესეთი თქვა დაყოფა, იმიტომ რომ შენ შეგიძლია ყველაფერი აქციო საბოლოო ჯამში სახარებად და ყველაფერში შეიძლება ნებისმიერი მოვლენა შეიძლება იყოს სიმბოლო, რომელსაც ახდი ფარდას და იმის მიღმა შენ დაინახავ, მაგრამ მე არ დავყოფთი, ანუ მე ვერ ვყოფ შინაგანად ასე, იმიტომ რომ საკუთარ თავში ვიხედები და საკუთარ თავშიც ვარ იმ ძველი აღთქმის მოქალაქეც ვარ, ახალი აღთქმის მოქალაქეც ვარ, ქრისტესაც ვხედავ, დაცემულსა იუდასაც ვხედავ. ვიდრე ხვალ უფალო მაგასაც. ეს თქვათ მთელი სამყაროს რაღაც თქვა ფეთქვა, ნუ ჩემშიც ფეთქავს და ახლა ვიღაცას რო უთხრა, რო გინდა თუ არა, შენ რატო ხარ ძველი აღთქმის მოქალაქე? კაი, მაშინ ძველი აღთქმის მოქალაქე. კაი, მაშინ უბრალოდ, ანუ რო დავასრულო აზრი, საერთოდ არ არის საჭირო მაგ ტიპის დაყოფები, იმიტომ რომ ეს დაყოფები ადამიანის, რომელიც გონებით ყოფს ადამიანებს და კატეგორიებად მერე დააწესებს, რომ ეს იქაა საბოლოო ჯამში, მერე ესენი ქმნიან ადამიანის სოციალურ მოწყობებს, სადაც ერთი ჯგუფი მეორე ჯგუფზე აღმატებულად აღიქვამს საკუთარ თავს და ხშირად ის მეორე ჯგუფიც შეიძლება გარიყული იყოს მთლიანად იმ სოციალური საზოგადოებიდან. ამ დროს, რა ვიცი, საზოგადოება, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ავაშინოთ, ყოველ შემთხვევაში მე მინდა რომ ვაშინო, რომელშიც მე მინდა რომ ვიცხოვრო, იმაჩნია რომ იმ საზოგადოებაში ყველას ადგილი უნდა იყოს საერთოდ. ამიტომაც არა მხოლოდ შენ რასაც ამბობ, ხო, ის ეგ უფრო რო განაზოგადო, შეიძლება ლანძღვით, ანუ შინაარსობრივად შეიძლება ლანძღვითი მოცემულობაც ქონდეს. ვიღაცა უფრო მეტად, ვიღაცა galანძღო თავისი აზრის გამო, ვიღაცა შეაქო ვიღაცა ისა. აი მაშინ ახლა ვეცდები დავიცვა საკუთარ პოზიცია მოქალაქეობას რაც შეეხება. მაშინ ისუნავესაც ხომ შეეძლო იგივენაირად გადმოეხედა იმ ხალხისთვის, ვინც ვერ მივიდა აღთქმულ მიწამდე. ანუ მოცემულობა ხო იყო ის, რომ მონობაში დაბადებული ხალხი ვერ იხილავს აღთქმულ მიწას და იმ თავისუფლებას. მაშინ ისუსაც ექნებოდა ეგ გაგება, რომ ესენი ყველა ახლა მონობაში დაბადებული ხალხია, მოდი ხო და ჩვენ იქით თავისუფლებაში დაბადებულმა ხალხმა გავაგზავნოთ ცხოვრება. მე ხო არ ყოფ მაგას ხო ძველი აღთქმა ყოფს, რომ აი მონობაში დაბადებული ადამიანი ვერ იხილავს აღთქმულ მიწას. ხო. რამდენად აი თუნდაც თუ გინდა საბჭოთა კავშირში როგორც გაგიხარდება, კიდე შევადაროთ გინდა აი ეს მონობაში რატოა მაშინ ეგ? რას აძლევს, რაში ბოჭავს მონობაში დაბადება იმ ადამიანს? რას გვეუბნება ძველი აღთქმა მაგით? რამ გაყვა მაშინ ისუნავეს იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა დანარჩენი? ნახე, საერთოდ თავისუფლების იდეა არ შემოიფარგლება არც ფიზიკური მონობით. ხო, ანუ შეიძლება ვიღაცა ეგვიპტის იმ პერიოდში იქვე იყო, მაგრამ შინაგანად იმდენად თავისუფალი იყო და იმდენად ჯანყი ჰქონდა თავისი პიროვნული ჯანყი, რომელმაც მოამწიფა საერთოდ გამოსვლა ეგვიპტიდან. კი ბატონო. ხო? შეიძლება საერთოდ გამოსულიყო, საერთოდ მზაობა არ ქონოდა იქ და ადამიანებს თუ წაყოლოდა ვინმეს. არც მოსადა. არ ქონოდა. როგორც ჩანს, მე არ ქონდათ. გადაწყვეტილების მზაობა, ანუ ნაბიჯის გადადგმის მზაობა, ნაბიჯის გადადგმა არ ნიშნავს, რომ შენ იქ ნაბიჯს რო გადადგმ იქ ყველაფერი ისე დაგხვდება, რაც უკვე ნაფიქრი გაკაცო. იმ ნაბიჯი ხან შეიძლება ინანო ხან ისე წახვიდე, იმიტომ რომ არ იცი შენ ეს, მაგრამ ეგრე არა აგებული რომ არც ეთმა არ იცის ისე მიდიან. მაგრამ მამამთავრებიც კი რომ გადადგამს, იმ ნაბიჯის გადადგმას ჭირდება, რატო არ გადადგა, თქვათ, ერთი თაობით ადრე ეს ნაბიჯი. რატო არ გადადგა იმის ადრე ეს ნაბიჯი სხვა თაობებმა, რატო?
თავისუფლების იდეა არ მგონია რომ ფიზიკურად რაღაცით შემოიფარგლებოდეს შეიძლება ადამიანი იყო ციხეში და თავისუფლების იდეით იყო ამ ციხეში და უფრო მეტად თავისუფალი იყო თქვა ციხეში, ვიდრე ადამიანი იყო გარეთ, ციხის გარეთ და ზუსტად იმიტომ იყო გარეთ, რომ შენ ხარ ტყვე. საკუთარი აზროვნების. არა მარტო საკუთარი აზროვნების რაღაცის ტყვე ხარ, ხო? ანუ ფიზიკური გამოვლინება ამას არ განსაზღვრავს. ნუ რადგანაც ჩვენ ახლა წმინდა თეოლოგიურად არ ვსაუბრობთ, იქ რაღაცები რას ნიშნავს არ ვსაუბრობთ, სიმბოლოები რას ნიშნავს. ისუსის სურათო ერქვა და ასე შემდეგ აქ ხო გადმოუტანილი, აი ჩვენ ყველაფერს მასე ვაკეთებთ, აი ხო ჩვენ ინდივიდში გადმოვიტანეთ, ნახე 40 წელი რო ატარა. 40 წელი რო ატარა, ჩვენ როგორ გადმოგვაქვს, აი ყველაფერში 40 დღიანი მარხვა, დიდი მარხვა, იმიტომ რომ 10 მიწისთვის ვემზადებით, მე რომ გარდაიცვლება ადამიანი 40 უხდით, რატო უხდით 40, რომ ეს არის სიმბოლო რის, რომ ახალი მიწა, რომელიც ბიბლიურად აგერ მოსეს და ხალხს და ებრაელ ერს დაპირდა რეალურად არის იქ შენ სადაც პირადად შენ მოხდები. შენ პირადად მოხდები, იმიტომ რომ შენ 40 დღეს, იმიტომ რომ შენ ხარ პირადი, შენ აქ ხდება ყველაფერი. აქ არის ეგვიპტე, შენში არის ეგვიპტე უკვე, ხო? შენში იწყებ ეგვიპტეში. თავის ამიტომ აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ვთქვა პროტესტს, ნაბიჯს. აი წეღარ რო ვთქვი, რომ ნაბიჯი გადადგა იმან, ანუ უდაბნოში გადადგა ნაბიჯი კაცო ადამიანო. მედის იქ, სადაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს. ისტორიულად რომ დავფიქსდეთ, ანუ იქ რო გადავიდეთ. და რა ახლა ვთქვათ რომ ვიღაცას არ ქონდა დარჩენის საშუალება რა მონობაში რაღაცა არ გამოცხადდა და დარჩებოდნენ კიდევ მაგრამ ნახე ვიღაცა დგამს უდაბნოში ნაბიჯს და უდაბნოში ნაბიჯის გადადგმა გამოდის კომფორტის ზონიდან ანუ შენ დგამ ნაბიჯს იქ რაც სადაც არ იცი რა ხდება ხო უდაბნო არის იქ სადაც არ იცი რა ხდება ეს არის უკვე ის პიროვნული თვისება, ღირებულება, რომელიც შენ გაყალიბებს ახალი აღთქმის მოქალაქეს. შენ თუ შენ მომავალ თაობას ახალი აღთქმის მოქალაქეს გაყალიბებს. ამიტომ აქ პროტესტს, ანუ ნებისმიერ პროტესტს. აი ხა ეს პროტესტი იქნება, რომელიც ახლა არ მიმდინარე თუ ნებისმიერ სხვა პროტესტი რო აიღო, ხო? შენ როდესაც აი ვიღაცა მიდის თქვათ ეხა ვიღაცა მიდის პროტესტზე, იქ არ იცის მას დაიჭერენ თუ არ დაიჭერენ, მაგრამ დგამს ამ უდაბნოში ნაბიჯს, ხო? კი. იმ უდაბნოში იმას არ მე ვიღაცები დაასდევს რომ აბა ის შეგეშალა, აბა ის შეგეშალა, რა შეგეშალა, ხო? ანუ ეს შეცდომები გასაგებია, ვიღაცას პიროვნულად ყველაფერი გვეშლება, იქ რაღაცა ემოციას ვერ გაუმკლავდა ვიღაცა იმას ვერ გაუ, მაგრამ ის ნაბიჯი რო გადადგა, ეს ხო არის ნაბიჯი აღთქმული მიწისკენ, ხო? ანუ თავისუფლებისკენა, ხო? აღთქმული მიწისკენ, რაღაცა ახალი მოქალაქეობისკენა, ხო? აღთქმული მიწა რას ნიშნავს? შენ აქ ხარ და რაღაცა ახალი ქალაქის მოქალაქე ხდები, ხო? გამოდიხარ არსებული კომფორტის ზონიდან. ნებისმიერი ესეთი ამ მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ ზუსტად შენ იწყებ ნაბიჯის გადადგმას ახალი მოქალაქეობისკენ, რაღაცა აღთქმული მიწისკენ, რაღაცა ახალი მოცემულობისკენ, სადაც ახალი ქალაქი და ახალი მოქალაქე იბადება და სხვათა შორის არც ისე მარტივი არის რა, იმაში არის იმდენი ფიქრი. ხან იქ გეშინია, ხან ეჭვი, ხან იქ რაღაცა მუშაობს, ხო ხდები, ანუ რაღაცა პროპაგანდა მუშაობს, ვიღაცა იქიდან იმას გეუბნება, რომ იცი რა არის, შენ რო თქვათ იქ დაგიჭირო, მე რამე შველა, ხო ხდები, მთელი ემოციური ის მუშაობს და ეს მოსე რო წავიდა, ვინიც ისაც წავიდა ხალხო ვარჯობია და უბრუნდეთ. შენ ამაში ნაბიჯს დგამ უდაბნოში რა, რაღაცას გადააბიჯე და ამ რაღაცას რო გადააბიჯე და ცნობიერად რო გადააბიჯე შენ ამ რაღაცას. ეს უკვე ნიშნავს, რომ შენ იწყებ მოქალაქეობას. ანუ შენ იწყებ მოქალაქეობის შენებას საკუთარ თავში. და ამ მოქალაქეობის შენებას რო იწყებ, ეს არის უკვე პროცესი რაღაცა ახალი ქალაქისკენ რა. და მე ასე წარმომიდგენია ყოველთვის, რომ ჩვენ ამ პროცესში, რომელსაც გავდივართ, ხო? მოქალაქეობის პოლიტიკის, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ პოლიტიკა და მოქალაქეობა ერთიგივეა, ხო? პოლიტიკა, პოლიცია, ქალაქი და ქალაქის მაცხოვრებელია, ამ პროცესში ხარ ჩართული. თუ ამ პროცესში არ ხარ ჩართული, მაშინ შენ უკვე მოქალაქეობას წყვეტე და ავტომატურად ხო გაგიგია რომ მე არა აპოლიტიკური ადამიანი ვარ, ვიღაცა ამბობს რა, მე ცდილობს რომ მაქსიმალურად მოქალაქე არ გახდეს ამ წუთის სოფლის რაღაცნაირად თავი აარიდოს და არ ვიცი ალბათ მამარდაშვილის თანდასწრებულობის ნება უნდა შემოიყო, იმიტომ რომ ადამიანი იმდენად ხარ ადამიანი და ყოველ შემთხვევაში სიამოვნება ადამიანობას იმდენად აქვს,
ხო, შენ ხომ უნდა განიცადო რაღაც იბადები და კვდები ამ ადამიან ამ პროცესში ხომ უნდა გაიცადო შენი ადამიანო ამ შენ ადამიანო და რაღაცა სიამო რაღაცა ტკივილი უნდა მოგაყენოს სადღაც და იმიტომ რომ შენ ეს ყველაფერი შენს ფიქრს იწვევს ხო იქ ტკივილი შენ ფიქრს იწვევს იქ რაღაცა პრობლემას შენ ფიქრს იწვევს სიხარული შენ ფიქრს იწვევს თანაგრძნობა ფიქრს იწვევს მაგრამ ამ ყველაფერი რომ განიცადო შენ ანუ ჭირდება ჩართულობა შენს ცხოვრებაში უნდა იყოს დასწრებული შენ თუ დასწრებული არ ესწრები შენ ცხოვრებას და ცხოვრება შენს ირგვლივ მიდის და შენ რაღაცა იქ სინდისმა გიჩხვლიტა გადააბიჯე აქსიდოს გიჩხვლიტა გადააბიჯე იქ სადღაც გიჩხვლიტა და ყოველთვის რჩები სავლე და ურაზოს რო ხდები პავლე რა სავლედან პავლემდე ნაბიჯი ზუსტად ეგაა რომ სადღაც შენ სინდისმა რო გიჩხვლიტა შენი მოდი მოусმინო ამ სინდისხვის ხმას არ ვიცი იმის მე რა იქნება ვიღაცა გამლამძღავს ვიღაცა ცუდად შემეხება ვიღაცა ასე მნიშვნელობა ხო აღარა მე გადავდგამ ნაბიჯს იმიტომ რომ ეკალზე წიხლის რთმას მოდი გადავდგამ ნაბიჯს არ ვიცი რა ხდება უდაბნოში მაგრამ გადავდგამ ნაბიჯს უდაბნოში იმიტომ რომ მე ვიცი რომ აქ მონობაა და ვდგამ ნაბიჯს თავისუფლებისკენ და ამ თავისუფლების გზაზე ახლა რო შემეშლება თუ არ შემეშლება კი მაგრამ მეც რო ვერ მოხვდე ხო ანუ ჩემში მაინც უკვე მე რო ეს ნაბიჯი გადავდგი ანუ შენი მისია აღსრულებულია მაგით ამბობ უკვე თავისუფლების მარცვლები არსებობს ანუ თავისუფლების იდეა არსებობს და შესაბამისად თავისუფლება არსებობს და ის მარცვალი თუ არ მოუკვდა ხო და ამ მარცვლისთვის თავისუფლება შენშიც გესმის არ ნიშნავს რომ თავისუფლების ხო მან უკვე რა დოზით და ასევით ნიშნულობა ამ მარცვალს უკვე ვიღაცა განავითარებს რაღაცა განავითარებს ის თავისთვის წაიღებს ის თავისებურად განავითარებს მაგრამ შენ ხო შენი ნაბიჯით მარცვალი ჩათესე და ეგ მარცვალი უფრო მნიშვნელოვანია შეიძლება ვიღაცის მერე განავითარებული რაღაცა ორივე მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ხო არა ორივე თავისუფლების თუ მარცვალი არ იქნა უკარო დავფიქრდეთ დაუბრუნდეთ სხვანაირად მინდა შემეხედა რა იმ თემისთვის რომ უკარო დაუბრუნდეთ თავისუფლება იქ უკვე არის რა მაგრამ შეცდომებით იმ ეგვიპტესთან შედარებით თავისუფლება არის ხო ნაბიჯი კი იქაც იქნებოდა მშობლები ვინც იტყოდათ რომ რა გინდა პეტვი გვაქვს საჭმელი გვაქვს რაღაცა გვაქვს სად მივდივართ რა გვინდა ან მეგობარი რომელსაც ეგვიპტე ურჩევნი ან ვიღაცა ხელოვანი პეტრე რომ ზღვაში ჩააბიჯებს ხო და იძირება ეგრევე ანუ ხო ხდები ასაკე ვერ ვიტყვი წვენ არა ხო მაგრამ იმეც ნაბიჯი ხო ვერ ვიტყვი იმიტომ რომ წვენით როგორ წავიდა კი დაუჯერა მაგრამ წვენით როგორ წავიდა ჩაიძირა და წვენ არ იმიტომ ჩაიძირა ხო მაგრამ გადადგა ნაბიჯი და წარმოიდგინე ნაბიჯს დგამს უბრალოდ რო დაუკვირდეთ აი ადამ პეტრეს მას ფსიქოსურათს რა ადამიანი დგას ნაბიჯს იქ სადაც არ იცის რა ჯერა მაგრამ არ იცის ისე შეიძლება არ იცის იქ რა მოხდება მაგრამ ხო ჯერა და ის რაღაც რო ჯერა იქ რო ნაბიჯს დგამ ეს უკვე თავისუფლებისკენ ნაბიჯია ეს რაღაც აი პიროვნების შენი თავისკენ ნაბიჯია ამ ნაბიჯს თუ არ გადადგამ ვერასდროს ვერ იქნები თანდასწრებული შენ ცხოვრებაში კი ბუნებრივია შენ თანამონაწილეობას ვერ იმასე თუ თანამონაწილე არ ხარ შენი ცხოვრების მე რა გამოდის იმ სამი ჯვარიდან რომელიღაცა თუ შენი არ არის მაშინ შენებურად თან კარგად დავიწყე შენებურად ეხა ისე გამოდის რომ უნდა იყოს რომელიმე კი არა შენი ხო ეგ თავისუფლად მაგრამ აიღეო გეუბნე მაცხوار რომელიმე შენებურად გადასაწყვეტია რომელიც შეიძლება გოლგოთაზე კი არა ახვიდე უხეშად ამ შეიძლება სამების თაზე აგიყვანო ნაგილა კი ბატონო რა მაგრამ ხო ასებითი ნიშნულობა ისე ვამბობ გადატანით მნიშვნელობით მაგრამ შენია ყველაფერი შენი გასავლელია მაგრამ თანამონაწილეობა გჭირდება რა ისე თავიდან სწორად დაგვიწყე, ესე იგი აზრი, რომელიც სიტყვად იქცევა გონებაში და მერე გადადის ქმედებაში, იგივე გაბედული გადადგმული ნაბიჯია, რომელიც უნდა აღასრულო ისევე როგორც თავისუფლებისკენ. ხო და შენ კითხვა გახსოვს მაგ რა დადგი, რატო და რა დასვი, რატო დავიწყეთ მაგაზე საუბარი, არის თუ არა ღვთაებრივი? ხო? კი. არის თუ არა ღმერთის ზალა რაღაცის სიმბოლოები, რომელიც მოდის, თქვა რაღაცები ესა ბუნება არის თუ არა მაშინ ღმერთის ნიშანი და ღმერთის ნიშანი ხშირად ადამიანი ელოდება რომ რაღაცა გაბწყინდება რაღაცა ცეციური მოხდება და მანანა წამოვა არ არის ხო უფრო მეტად არის შენში რომ არსებობს ეს სიტყვა რომ მატერიალური გახდა ეს უკვე ღმერთის ნიშანია რა შენში შემოსულია ეს ღმერთი და შენ უკვე შეგიძლია გაყვი ამ იმას და ამაში მსჯელობაში ამ მატერიას შენთან ერთად მაგ ლოგოსთან ერთად მაგ სიტყვასთან ერთად სიტყვაც გაზარდო, იმიტომ რომ გაზრდა ჭირდება, შენთან რაც სიტყვა გაზრდა ჭირდება, ხო? კი, ღმერთი განკაცდება ამ წუთის სოფელში, მაგრამ ის მე იზრდება, ჩვეულებრივ თქვა ადამიანად იზრდება და ბოლოს ჯვარს ეცმის და ხდება დიდი იდეა, ხო? იდეა სიკეთის, თანაგრძნობის, გადარჩენის, თავგანწირვის, მაგრამ ეს იდეები ხო იზრდება.
ხო იზრდება ნელ-ნელა ფიზიკურათაც იზრდება, ხო? იქ სახარებაში სხვა წერია, ბავშვია, ჩვეულებრივი. კი, ბუნებრივია, ადამიანურ პროცესს გადის. ეს ზრდა შენშიც უნდა მოახდინოს იმ სიტყვამ, შენშიც უნდა მოხდეს ეს ზრდა და ამ ზრდას ყველაზე კარგი მომენტი რაც არის ის, რომ შენ ხარ თანამონაწილე. შენში იმიტომ ხდება, შენს გარეშე კი არ ხდება ეს და შენ ხარ თანადამსწრე თვითონ შენში ღმერთის მოქმედება. ღმერთი კი არ მოქმედებს და შენ კი არ ზიხარ ასე უბრალოდ. ხო? ასე ხო არ ხარ? ღმერთი ასე კი არ მოქმედებს. შენ თანამონაწილე ხარ რა, თანამწნელი ხარ იმ ლოგოსების იმაში, რაღაცა იმ სამყაროს ფეთქვაში, რომელშიც ღმერთიც შემოდის და ღმერთი ყველაზე დიდ, შენ თანამონაწილე ხარ, თანამწვრთნელი ხარ. შენ ქმნი შენივე ადამიანობას, რომელიც აზრით და გონებით უნდა მიემართებოდეს, ჩამოყალიბდეს საბოლოო ჯამში და რაღაცა აღსასრული სადღაც პროცესია, მაგრამ რაღაცა აღსასრული შეიძლება სიკვდილში, იმაში, ამაში რაღაცა აღსასრული შეიძლება ნახოს, ხო? თუმცა ეგეც არ იქნება აღსასრული. ეგ, ანუ აღსასრული წუთი არის იმის, რომელშიც სხვათა შორის აი ფერზე მოდიან და გვისმენენ. ხშირად მიფიქრია ეს რაღაცა სიმბოლური აღსასრული არ იქნება, ანუ თუ დააკვირვები ხარ ახალი საფლავი რაღაც დგავს ორ სულკალს რა გამობერილი ხო რაღაცა აი სიცოცხლისა თითქოს სიცოცხლის ახალი საწყისია თითქოს მიწა დაორსულდა შენით რა რომ ახალ მარადიულობაში გშვას აი ბევრჯერ მქონია ეგ მომენტი რომ იქ მივსულა იმასთან და აი შემიხედია და ისი რა აი მარადიულობა თითქოს მიწა ხო აი როგორ არის ამოწველი მუცელი გამობერილი მუცელით არის თითქოს რომ აი შენ თუნცა როგორც ეგეც დაბადება მიგიღო ხო თუ ჩვენ მაგაზეც ხდება გული იდეაზე ხო ვლაპარაკობთ და ჩვენ თითქოს აი ამ წუთის სოფელში შენ შენი თესლის შექმენი შენივე ადამიანობის და მიეცი რომელიც გაღვივდება და დაიბადება სადღაც მიწაში ესე ვთქვათ მიწა მიიღო და დაორსულდა რომელიც მარადიულ ნუ რა თქმა უნდა სიმბოლურად გაათავისუფლებს მაგრამ რაღაცა ლიტერატურული ესე ვთქვათ პოეზიური რაღაცა თავისი ის აქვს მართლა აქვს და ხშირად ხო რომ ახალ საფლავზე რომ მიდივარ ხშირად მიჩნდება ხოლმე გამობერილი და ახალი დაბადების ნიშანია თან ყველა ვარიანტში მარადისობაში უბრალოდ ჩვენ მაგაზე უწყდება გული რომ ჩვენ მიერ არის აღქმული ეგ ახალი დაბადება და მაგიტო ნიშნავს გარდაცვალება უბრალოდ შენ თვითონ ხტები შენივე დაბადების შემოქმედი ამ შემთხვევაში რა თანა შემოქმედი ღმერთთან რა აი სლავურ წესში არის ძალიან კარგად რომ ღვთელი რომ გარდაიცვლება სახეზე აფარებენ იმ ზუსტად იგივე მას რაც ტარიქს აფარია ვთქვათ ლიტურგიის დროს ხო ანუ თითქოს ტარიქს როგორ დასაფარებელს როგორ ხო ასტერიქს ობელიქს ხო და აი ნახე რა არის ჩვეულებრივ დაფარნა რა ჩვენ დაფარნას უნდა ჩვეულებრივ რომელსაც ფეშხუმზე ვარსკვლავი რო არის იმაზე ფარავთ და შიგნით არის დამალული ტარიგი იმალება შიგნით ანუ ტარიგი რა არის ტარიგი არის მსხვერპლშეწირვის იდეა თვითონ მსხვერპლიც ხო თვითონ ქრისტე თავისი თელიში არსით იმ ტარიგშია ხო და ყველა პატარა ნაწილშიც ხო ჩვენ განიტეხების და განიტეხების და არა განიყოფის პატარა ნაწილშიც მთელი სისავსი მთლიანად ერთი და მრავალის უცნაური დამოკიდებულება ხო ესე ვთქვათ მართლა რომ პატარაშიც შენ კი ხარ ერთი აგერ მაგრამ შენში მთელი სისავსია მთელი სამყაროსი მოცემული ხო ასე ცალ-ცალკე და ერთიანობაშიც ბუნება ეგ თუ გინდა მე შევეხოთ რომ თანაშემოქმედი რაც ნიშნავს და შენ თანაშემოქმედი ხარ მთელი სამყაროსი მაგრამ როგორ ისლამურ პარტიებში რომ ეცე ამას სახეზე აფარებენ ანუ ის ტარიგი მსხვერპლი ხახთა თვითონ შენ ხარ რა ადამიანი შენ ხარ რეალურად აი ლიტურგიულად შენ ცხოვრებით აღასრულე ევქარისტიული ლიტურგია ანუ შენ ლიტურგიულად ცხოვრება არის ლიტურგია სადაც სხვერპლს შენ თვითონ ხარ ის საბოლოო ჯამში ღვთელი შენ აბსოლუტელი და ამიტომაც იოანე დავის გამოცხადებაში ამბობს საღვთელო ერიო საღვთელო ანუ ადამიანები არიან ყველა ადამიანი ამ გაგებით ღვთელია იმიტომ რომ სხვერპლშეწირვას თავისას პირად თვითონ აღასრულებს და ტარიგია რა სიმბოლურია ის ტარიგია ო კაი დადო ამას დაგიდებს დადე მე რითი ვიღებდით რა იყო ჩვენი ის რა ქვია არც სტატივი რო არ მაქვს და არც ის რო არ მაქვს და
წვიმიდან თავს როგორ ვიფსარე და მიგირი შტატი საათში და გიღები. არა. რა. და ახლა შტატივით. სხვადასხვა ფასდაკლებები იყო ზუმაში და გავიცი. ნორმალურ შტატებს რა, აი. გენიალურია ნახე. ხო და რაზე შევჩერდით ამასობაში წვიმა დაიწყო. ესე იგი. წვიმა რამის ნიშანი ხო არა ეს? მომიყვანა, მომიტყვა ესე რო იცოდეთ. ჩვენ ამდენი დავლიეთ? მომიტყვა ერთი ბოთლი ღვინოთი. ერთი ვაზე თვილი გულით. მაყიდინა ჭიქები. ჭიქები შემოწირულობა. შემოწირულობა. გაგითხოვეთ თქვენივე ხუთს გეუბნები. არ მინდა რა აზრია ხა ხუთზე დამაწვიმდება და ხუთზე. მასე ხა ნათლობაზე ხარ წასასვლელი. ხო და დამაწვიმა თავზე. გენიალური პოდკასტია ესე ვის უნახავს წვიმაში გადაღებული პოდკასტი. ზაზე გურულები და მე დაგვიწყებენ გურულებს რას? ღადაობას რომ გიჟები არიანო, არანორმალურები არიანო, სადღაც საფუძველი არაამხნეურები არიანო. რამდენიმე დღის წინ მიყავი ხონში. და რაღაცაზე მიდიოდა საუბარი და რაღაც ხალი იყო იქ ვინც შვილს ელოდებოდა და სხვათა შორის ეგეთ ადგილებში უნდა ვიაროთ ადამიანებმა რომ აი ხონში ვიაროთ ადამიანებმა. არა, შიგნით შენობაში არ შევიდეთ, თანაზიარი გავხდეთ გარეთ, იმიტომ რომ მე იქ ოჯახის წევრები და რაღაცეები ვნახე. აი მაგალითად როცა შვილი დედას ელოდება, ან დედა შვილს ელოდება, ან რაღაც მეუღლეს, ბიჭი მეუღლე, ანუ ის კი არა რომ ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭს ლოთობა აქვს დაწყებული, არა, აი ბიჭი ელოდებოდა მეუღლეს, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. აი ეს ყველაფერი ახლა მე რაც ჩემი თვალით ნახე და რატომ მოვაყოლე ახლა იუმორისტული იმაში დავიწყე და მიმღებში ვინც იყო, ვინც რაღაცებს საუბრობს, ერთი შვილი, ერთი ადამიანის დედა მეუბნებოდა რომ თქვენ საერთოდ მეთქი გურულები როგორი კარგი ხართ, აქო რა გიდათო და ამ დროს ის გოგო ამბობს სტატისტიკურად ეგელიო, აქო უფრო მეტი არიანო გურულებიო, ვიდრე იმერლები და მეგრელებიო. ხონზე ერთი იმას დაკვირვებას მოგიყვები მე. ხონში რო ჩავედი, ქალაქში რა. რო ჩავედი, რაღაცნაირი დისკომფორტი შემექმნა რა და ვერ ამოხსენი ეგ დისკომფორტი რა მქონდა რა ხონში ქალაქში. მე სასწავლებლად ამერიკაში ვწავედი. მაგაზეც ვისაუბროთ. დავაფიქსირე რომ თუ შეიძლება ანუ არ ვიცი თუ გიფიქრიათ თუ არ გიფიქრიათ, მაგრამ ყველამ აბა კითხვა დაუსვით უბრალოდ საკუთარ თავს თუ არის ეს შესაძლებელი. მივხვდი რომ თუ არ ჩანს მთა, აი ან პატარა მთაც თუნდაც, ხო? აი არც აიდან არ ჩანს მთა, იმ ადგილას მაგ დისკომფორტი ცხოვრება არ შემიძლია რა. იმ ადგილას ცხოვრება არ შემიძლია. და ვერ ვჩერდები ფიზიკურად ვერ ვჩერდები და მე რო დავაკვირდი ნებისმიერ ადგილი სადაც მიცხოვრია იქ რაღაცა ტიპით მთა ჩანს. სადაც არ უნდა იყო, აი საქართველოში ძირითადად მასე არის, სადაც არ უნდა იყო, რაღაცა ტიპის მთა ჩანს რა, რაღაცა ტიპის მთა, ხო? კავკასიონი მაგ. ახლა შეიძლება ნუ ახლა ჩვენთან თუნდაც ლანჩხუთის პატარა რაღაცა გორაკი ხო რაღაც ხო არის, აი ცარიელის ხო რა? მიწა და ცა, ეს ხო არა გაქვს ჩვენ ცარიელი რა, სადღაც ყოველთვის ჩანს. სხვადასხვა მაგაზე რა დავიგრო ხონზე მიდო. რო იქ რო გავედა, მე ხონში შემდეგ რომ მოხვდი ამერიკაში რომ ჩამოვედი. დაბლობი იყო მთლიანად. მე მივხვდი რომ ხონიდან, ანუ იმ ადგილიდან იმდენად დისკომფორტი მექნებოდა რომ მთა არსად არ ჩანდა რა. ვა. არ ვიცი რამე ფსიქოლოგიური თუ არსებობს სიღრმე მაგაში რომ გინდა თუ რა. მთა უნდა ჩანდეს იმისთვის რომ იაპონელები რო ვიყოთ მით უმეტეს ექნებოდა მაგას, მაგრამ ისაა ჩემი დაკვირვებაა რომ რამოდენიმე ქალაქშიც მომხვედრილ ვარ ისეთში რომ საიდანაც მთა ანუ ვერ საიდან ვერ მოიხელთებ მთას და შეიძლება ნუ მთა რა არის მთა ნუ ბევრი სიმბოლო არის ხო ამაღლების სიმბოლოა გოლგოთის სიმბოლოა რაღაცაზე წასვლის სიმბოლოა და შეიძლება მაგიტომაც გქონდეს ქართველ ერს თუ კი ესეთი რაღაცა თვისება და რაღაცა ხასიათი მართლა გვაქვს არ ვიცი შეიძლება უბრალოდ ჩემი ახირება იყოს ეგეთი თუ ეგეთი ის მართლა გვაქვს ახლა თუ დაუპირდები პოეზიაშიც და იმაშიც ასულ ჩდება ჩვენთან ხო თითქოს განუყოფელია ჩვენი ეს მთიდან და მთის სიმბოლოდან ზოგადად შეიძლება მაგიტომაც აქვს ქართველ ადამიანს აი ეს რაღაცა თვისება რომ სიმართლისთვის ჯვარცმამდე უნდა ავიდეს ეროვნულად მაინც შეიძლება ინდივიდუალურად ყველაში არსებობს, მაგრამ გამოვლინებებს რაღაცა საერთო ფონზე ყოველთვის ნახულობს ხოლმე რა. შესაძლებელია, ეგეც იყოს ერთ-ერთი მახასიათებელი ის რომ ბუნება ეგეთია,
ის რომ ამ ბუნებაში სიმბოლომ მნიშვნელობა შეიძინა, ის რომ მე ამ სიმბოლომ ჩვენში ასე ვთქვათ ხასიათი მიიღო, პრაქსისი მიიღო, ანუ რა როგორ იქნება რაღაცა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გახდა ეს შეუძლებელი. მე აღიქნება მე ის უკვე გადადის შეიძლება სოციუმის რაღაცა დამოკიდებულებაში, რომელსაც ჩვენ ვერც ვხვდებით, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვართ. იმ გარემოში ვართ, რომელიც ჩვენს გარეთ დაიბადა და ახლა უკვე ჩვენ გვშობს იმ რაღაცა ცნობიერებით, რომელთაც გვშობს, მაგრამ მაინც თანამონაწილეები ხვდებით და ხვდებით მე რაღაც გარკვეული თვისებების მატარებელი რა. რასაც ვიღებთ იმ თვისებებში, რომელსაც ატარებ, მე შენ უკვე კითხვის ნიშნებს ხო, რამდენად შენია საერთოდ ეგ. ან რამდენად შენია, ან რამდენად შენებურად გამოამჟღავნო. ან შეიძლება აიღო და რაღაცა ახლებული, მაგრამ წეგან ერთი ამბავი გამახსოვს, ამბავი რა, ჯემალ ქარჩხაძის მდგმურში არის ასეთი ეპიზოდი, თუ სწორად მახსოვს. ხოთაშო შენთან წავიკითხე ეგ წიგნი, გმირი ადის მთაზე. სადაც შეხვდება, სადღაც შუას რო გასდება კარავ. და იმ კარავში რო შეისვენებს, საკუთარი თავი შემოდის. მისივე თავი შემოდის, რომელიც ზემოდან ქვემოთ მოდის და მოკლავს იმას. საკუთარ თავს და გააგრძელებს გზას იმის რა ქვია თის წვერვალისკენ, ასე ანუ ბოლომდე, ანუ საკუთარი თავი ანუ სადღაც იდეა ჩემი გაგებით ის იყო, რომ საკუთარი თავი, რომელიც ქვემოთ მიდის, თუ მნიშვნელობა არ აქვს, როგორც კი შენ ხვდები, ანუ როგორც კი იწყებ სვლას გოლგოთისკენ თუნდაც, იქვე უნდა შეცვალო, ან მოკლა ძველი მე, რომელიც არ გაძლევს იმის საშუალებას. კი არა. ნებისმიერი ფიქრი და დასკვნა არის უკვე ახალი რეალობის წარმოშობა შენს იმაში, ხო? და ახალი რეალობის წარმოშობა შენს თავში ნიშნავს, რომ რაღაცა მოკალი. ხო, ბუნებრივია. რაღაც არსებობს და რაღაცა მოკალი. მაგიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შენ ფიქრი კონდეს. ანუ ადამიანს კონდეს ფიქრი. რომ ამ ფიქრში მოდი მაშინ გავყოთ როგორი სახის ფიქრი. თორე ანუ იმაზე ხო არ ვსაუბრობთ, ახლა ბუნებრივია რომ ჭამთ არ ჭამთ. ანუ რა ვჭამოთ, რა ჩავისვათ, ეგ ხო იცი. ფიქრი აუცილებელი ნებისმიერ სახის, მაგრამ ანუ ფიქრი შენში რო შემოდის რაღაცა, იმას უნდა გაყვე ფიქრით. რა ვიცი ახლა ფიქრი ხო, მაგრამ კატეგორიები ხო არსებობს. მანდაც რაღაცა. ხო, მაგრამ ეს კატეგორიები ხო მაშინ წამოვა, როდესაც შენ ფიქრობ. კი, ვენა. როდესაც შენ ზოგადად ცდილობ, რომ ფიქრში ჩავარდე, ფიქრს გაყვე, ფიქრს და არა წარმოსახვევს ახლა, ნუ მაგას შევიდეთ მაქსიმუმში, მაგრამ ფიქრს გაყვე, აუცილებლად სხვადასხვა ტიპის ფიქრები წამოგივა, ანუ ხდები პიროვნება, რომელიც ფიქრობს. ვიღაცები ფიქრობს, მე არ მაქვს თქვა ძალიან ღრმა ფიქრები. ხო, არ მაქვს ძალიან არ ხა ეგ პირობითია კიდე ღრმა. ვიღაცა ღრმა მოაზროვნე. ახლა გიორგი ბაქრაძეს მოვიკითხავ და ხა ბაქრაძესთან შედარებით. ღრმა მოაზროვნე ვიღაცა, ხო? არა უშავს ის ისეთია, მე ესეთი ვარ, მაგრამ მე ჩემი ფიქრი მაქვს. და უნდა გავყვე ის, რომ ვიღაცა უფრო ღრმა მოაზროვნე, ეგ საერთოდ არ მიშლის. მე საერთოდ არ მიშლის იმას, რომ მე საკუთარ ფიქრს მივცე გასაქანი და მე ვიყო მეც ჩემი რაღაცა დოზით, თუნდაც პატარა დაბალი დოზით ვიყო მოაზროვნე. იმიტომ რომ ჩემია. უბრალოდ ჩემია. და საერთოდ რა არის? ხო და პირობითია ჩემი და შენი. ანუ მაგას ვამბობ, რომ მაგრამ წეგან ისე თქვა მინდოდა, როგორც კი ფიქრს იწყებ ჩემი დაკვირვებით, ადამიანი უბედურდები მომენტალურად. ოღონდ უბედურდებში რას ვგულისხმობ ახლა? აი გადიხარ უკვე იმ მოსაწყენი ფიქრებიდან, რა ვჭამო, რა ჩავიცვა და ასე შემდეგ. რაც უფრო მეც, ანუ ძიებას როგორც კი იწყებ, ეგრევე უბედური ხდება. იმიტომ რომ ჯერ ერთი გიწევს ის ტკივილები, რაზეც წეგან ჩვენ წეგან ვსაუბრობთ და ბუნებრივია, აი რო ტკივა სადღაც ჩემი აზრით მგრძნობ ცოცხალე ხარ თუ არა. რო გიჭირს თუ გილხინს თუ რაღაცა ძლიერი ემოციური ფონის მიღმა ხვდები ადამიანი რო ცოცხალე ხარ. მაგრამ აი როგორც კი ფიქრს იწყებ, მომენტალურად უბედურდები, იმიტომ რომ ძიების პროცესი იწყებ. ძიების პროცესში აღმოაჩენ რომ ეს ძიებას დაუსრულებელი პროცესია, დაუსრულებელი პროცესი ჭირდება მუდმივი მუშაკობა, შრომა. თუნდაც ფიქრი, თორე იმას არ ვამბობ, რომ რაღაცა ცემენტი შეიძლება ზილოგაც, მაგრამ როგორც კი აი ამ ძიების პროცესი იწყებ, ეგრევე ხდები და რატო უწოდებ მაგას უბედურებას? ანუ რატო უბედურდები? უბრალოდ რაღაც მომენტში იმედი გაგიცრუვდა. არა, მაგას უბედურებას ვერ დავარჩენ მაგას. მე უბედურებას ვუძახი იმას, რომ ამ სოფლის ამაოების მიღმა უკვე იწყებ რაღაცეები ძევნას და შენ უკვე აღარ გაკმაყოფილებს ის მარტივი რაღაცეები, რომლითაც შეგიძლია იცხოვრო და იყო გარეგნულად ბედნიერი.
თუნდაც თავის მოტყუება დავარქვათ იმ გარეგნულ ბედნიერებას. ხო, მაგას თავის ვეღარ ანუ აი, ესე თავის მოტყუებას ხო ვეღარ ახერხებ, მე როცა უკვე ამ ფიქრის და ძიების პროცესი იწყება. ჩვენ ხო საუბრის დროსაც შევეხეთ მაგ საკითხს, რომ აზროვნება, ანუ ფიქრი შემეცნება არათავისუფლებს. შენ რაღაცა შეიმეცნებ, ეს კი არ გათავისუფლებს. ეს საზღვრებს დაგანახებს. აი წარმოიდგინე, შენ არიცი იმ ოთახში რა ხდება, ხო? აი არიცი, კარს აღებ და იქ არიცი რა ხდება, ოთახი, მაგრამ შენ არიცი, ოთახია რა არის. და შენ უნდა დაიწყოს შემეცნების პროცესი და შეხვიდე იმ ოთახში, ხო? კი. სანამ შენ იმ ოთახში შეხვალ, შენთვის ეს თავისუფლების იდეაა, იმიტომ რომ შენ არიცი და შენ წარმოსახვით უსასრულობაა შიგნით. ანუ კარს იქით არიცი რა, რომ გააღებ შენი წარმოსახვით უსასრულობაა. მაგრამ როგორც კი გააღებ, როგორც კი შემეცნებას დაიწყებ, პირიქით ეს შემეცნება შენ ახალ საზღვრებს დაგიდგენს. შენ დაინახავ ახალ კედლებს. შენ დაინახავ ახალ სივრცეს, რომელიც ამავდროულად შემოფარგლულია. აქ არ არის იქ უკვე იწყება ახალი კარისძიება, ხო? რომ სხვა ოთახში გახვიდე. მაგრამ შენ ამ შემეცნებამ კი არ განათავისუფლა, შენ გონებაში რა გქონდა? შენ გონებაში წარმოსახვით გქონდა, იმდენად ადამიანს თავისუფლების იდეა აქვს, შენ რაღაცაში რო შეაბიჯებ ცნობიერებით, შენ ამ რაღაცაში გონია რომ იპოვი სრულ თავისუფლებას, რაღაცა დაუსრულებელს, რაღაცა, მაგრამ პირიქით რამდენად შეაბიჯებ, ნახულობ რომ იქ პირიქით რაღაც შემოფარგლულია. და იქიდან კიდე ახალი შემეცნება და ახალი ცნობიერების ჩამოყალიბება ჭირდება, შენ რომ ახალი და აი ეს მომენტი ქმნის ჩემი აზრით ზუსტად იმ განცდას, რასაც შენ მეუბნები, რასაც ქვია, რაღაცა შენ უბედურების განცდა და არ ვქვი, მაგრამ რაღაცა იმედგაცრუების, რაღაცა თითქოს იმედგაცრუების, რატო? იმიტომ რომ შენი წარმოსახვა და რეალობა არ დაემთხვა ერთმანეთს, მაგრამ თუ შენი მომენტით არ შემოფარგლავ შენ განცდას და ცოტა უფრო შორს გაყვები, აუცილებლად ნახავ, რომ იმას, რომ აი იმ ოთახს, უხედავ სიმბოლურად ვამბობ, რა თქმა უნდა, ოთახს, იმ ოთახის შესწავლას რო დაიწყებ, ის იმედგაცრუება და ეს კი აღარ გახსოვს. ხიბლავს, უკვე ახალი ხიბლი შემოდის, ახალი ოთახის ხიბლი შემოდის რა. იმიტომ რომ შენ ამ კიბილს და ამ რაღაცას მომენტალურ მას არ ქმევ, გესმის და ეს მომენტალური მერე იწყება იმ ოთახის შემეცნების საკითხი, რომელიც ასევე ხიბლავს. ამიტომაც არ გინდება შენ რომ დაანებო სიტყვას კითხვას თავი, როგორ კითხვა ხშირად ხო ამბობენ რომ ტანჯავს, იმიტომ რომ შენ რაღაცა ახალი აღმოაჩენ, რაც შენ არ იცოდი, იმ ახალში რომ შეხვედი, იმ ახალმა რაღაცა შენ ახალი ფიქრი გაგიჩნია, ახალი ტკივილი დაგანახა, რაღაც ისეთი გაჩვენა, რომელმაც შენ განგაცდებია ეს ტკივილი. ახალ სამყაროსთან შეხების ტკივილი. მაგრამ ის ტკივილი კი არ ჩერდება, იქ ახალ სამყაროში რო შედიხარ, ის ახალი სამყარო იწყება ახალი შემეცნებით, ახალი გამოცდილებით, შენ იმას იწყებ, რომ შენს სამყაროში, შენს პირად სამყაროში განავრცო და იმას უკვე სიხარული ახლავს. ხო, უნებრივია. მე ტკივილი აღარ გახსოვს. ჩემი გადმოსახედიდან, მე არ ვიძახი ზოგად, ხო, ჩვენ ხო ზოგად შეხვედრებზე არ ვსაუბრობ, რაღაცა პატარა გამოცდილებებზე ვლაპარაკობთ, ხო? რაღაცა მომენტში შენ რაღაცას აღმოაჩენ, რომელიც სხვანაირად გეჯერა და ეს რაღაცნაირად შინაგან დაგტანჯავს, მაგრამ ის ახალი აღმოჩენა ხსნის იმდენად ახალ სამყაროს, რომ იწყებ იმ ახალი სამყაროს შემეცნებას, უკვე ეს განიჭნებს სიამოვნებას, იქამდე სანამ შენ იქაც არ ნახავ, რომ იქიდან უნდა გახვიდე იმ სამყაროდან და ამიტომაც ნახე ოთახები არსებობს წერტილები და არსებობს დაკავშირები, ხო? წინადადება ასე იწყობა. შენ თუ წერტილს დასვამ, შემოფარგლავ, გესმის? და თუ მძიმეს დასვამ, არსებობს ყოველთვის დაკავშირი. ანუ შენ შეგიძლია შენი გონებით დასვა ან წერტილი, ან დაკავშირი. და განავრცო რაღაცა და განავრცე, ხო? ანუ და არის ის კარი, უნებრივია ეს პროცესი ასეთ ორიენტირებული. შენ შეგიძლია იმ ოთახში დაждე, იცხოვრო. კი, გაჩერდე. შენ შეგიძლია გაჩერდე, საკუთარი კომფორტის ზონა მოიწყო იქ. ჩვენი აზროვნებაც არის, შეიძლება ოს ოთახები, ხო? ჩვენ რაღაცებს მუდმივად გვჯერა, მე კომფორტი იწყება ამ დაჯერებით
ძალიან მარტივია, ჩვენ შეგვიძლია ძალიან კომფორტულად რაღაცეებზე ჩამოვეკიდოთ და ჩვენი პიროვნება ავაშინოთ, რომელიც სოციუმისთვის იქნება ძალიან მისაღები და ჩავჯდეთ იმ ოთახში. და რელიგიური გზნობების მატარებელიც იქნება ბუნებრივი. ჩავჯდეთ იმ ოთახში და წერტილს დავსვამთ, კომფორტული იქნება ეს. კომფორტული იქნება თუ შიგადაში თან სიდისის ხმას არ მოусმენ და რაც არ უნდა მოусმენ, რაც უფრო მეტად არ მოусმენ, ის დაიწყებს ნაკლებად ხმაურს შენში და ბოლოს ისეთ კომფორტში მიხვალ, მაგრამ შენ წერტილებს ვამ თუ დაკავშირებ შენზე არის დამოკიდებული. შენ ამას შემოფარგლავ თუ გახვალ. შენ როდესაც შემოფარგლას იწყებ, ის შემოფარგლა აუცილებლად იქნება შენი პრობლემაც, სოციუმის პრობლემაც, იმიტომ რომ შენ როცა შემოფარგლავს დაიწყებ, ვიღაცა თუ გადის, იმას აუცილებლად დაუწყებს ომს, ხო? ის უკვე ხო, კი ბატონო, მტერია. ის უკვე ომზე, იმიტომ რომ ვიღაცა იქ სხვაგან გავიდა და თან იმაზე მეტი უნდა ვიდრე შენ ანუ შენ ირგვლივ ხდება. და რაღაცა უკვე იწყებს გარკვეული ადამიანების შემოკრებას ამ ოთახში, რომელსაც ეუბნები რომ ვახეთ ხალხო რა კაია. და წვიმიანი ღვინო კაია. წვიმიანი ღვინო მაინც ხალხს ურევთ და მაინც ჩვენ ზეციური წყალი. ზეციური წვიმა წვიმიანი ღვინო სხვადასხვა უცნაურია. წყლიანი ღვინო ბევრი გაგვიზიჯა, სადაც წვიმიანი ღვინო არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება. ხო და მე შემოვიკრებ ხალხს ამ ოთახში და ეთქვი რომ რა კაია ხალხო ნახეთ აგერ კომფორტია, ცოტა მერტია, ცოტა ბანკია, ცოტა ისე ხო ბუნებრივია. საზოგადოება ასე იქნება, ხო? ესე რომ ვთქვათ, ოთახებდო ცნობიერება, საზოგადოება ესე იქნება. ბუნებრივია და ისინი მტრებიან, იმიტომ რომ იმაზე მეც ეძებენ, ვიდრე აგერ გაქვს მეტი, აგინე ჭამოილოცე და შეიყვარე როგორც იმ ცნობილ ფილმში. ხო, ნუ და მე საბოლოო ჯამში აგამბენს აქვს ესეთი აგამბენი არის საინტერესო ფილოსოფოსი, თანამედროვე იტალიელი. განარჩევს, ნუ არსებობს ზოი და ბაიო, ანუ ზოი და ბიო არსებობს ორი ტიპის ცხოვრება რა. ზოი არის ასე ვთქვათ, შიშველი სიცოცხლე. ანუ შენ ცოცხალი ხარ, მე ცოცხალი, ძაღლი ცოცხალი, ანუ ყველა ცოცხალია. მაგრამ ბიო არის უკვე სიცოცხლე, რომელიც მოქალაქეობრივია რა. ანუ გარკვეულ პასუხისმგებლობებს ითვალისწინებს და ჩართული ხარ ამ პროცესში, რასაც შენ თვითონ გაქვს შენივე ცნობიერი ჩართულობა ამ პროცესში. გასაგები. და ინტერაქციაში ხარ, ესე ვთქვათ, ამ სამყაროსთან რა. შენ სირგლივ რაც სამყარო ხდება, ესა უკვე ბაიო რა, შენ უკვე პოლიტიკური არსება ხარ. არისტოტელეს ენით რო ვთქვათ, შენ ხარ პოლიტიკური არსება და მე ვისურვებდი რომ ჩვენ ენა ყოფილიყო ასე და ჩვენ მოქალაქე ხარ რა, რომელიც ამ ყველაფერში თანამონაწილეობ. კანონი რომელიც არსებობს. ანუ არა მხოლოდ ცოცხლობ, არამედ მოქალაქეც ხარ. ისევე როგორც მამა ხარ, ყველაფერი შენ გეხება. რაც ხდება ქალაქში შენს გეხება და შენც ეხები ყველაფერს რაც ხდება. რამდენადაც ქალაქის ხო, მოქალაქე. აქ ესეთი ცნება ჰომო საკერი რა იქნება ქართულად როგორ წმინდა ადამიანი უბრალოდ წმინდა ადამიანი არა წმინდა იმ გაგებით რასაც ჩვენ ქრისტიანობაში წმინდას ვეძახით რა მისთვის ეს ჰომო საკერი არის ადამიანი რომელსაც ამ საზოგადოება მოკვეთავს გიჟი პირობითად შლეგი ამ ბიოცხოვრებიდან რა მოკვეთავს მაგრამ ძველ რომში ანუ კომფორტის ზონიდან ვინც გავა იმ ოთახიდან არა მარტო კომფორტის ზონიდან იმიტომ რომ ჩვენ უნდა ჩახვიდე რომში ძველი რომის ის რო აიღო როგორ იცი ადამიანები რომლის ანუ რას აკეთებდნენ იცი რელიგიურად შეწირვაც კი არ შეიძლება იმ ადამიანების ანუ იმდენად მოკვეთილები ებრაელებსაც ჰქონდათ კანონი არ ეხებოდა იმ ადამიანებს კანონი არ იცავდა ის შეგიძლია ის ადამიანი შეგიძლია მოგეკლა და კანონი არ გეხებოდა შენ არა უშავს ებრაელებსაც ჰქონდათ ეგეთი ჩავიჭირთან და ასეთ ხალხთან დაკავშირებით. მოკლავდა, არა უშავს. ანუ არარაობა იყო. და ანუ რაღაცა წყობილება სოციუმის და მისი მართლობის ფორმა ადამიანებს, რომელიც არ აწყობს, ესე ვთქვათ, მათ განაცალკებებს კანონს მიღმა. კანონი მას აღარ ეხება რა. და ეს მე აგამბენთან ხდება კანონი რა შემთხვევაში ანუ კანონი მიღებული იყო ამ ადამიანებისთვის თუ ზოგადად მიღებული ეხება რა კანონი რამ განაპირობა ამ კანონის მიღება ამ ადამიანებთან მიმართ ნუ ახლა ვიღაცებს ქონდა ძველ რომში როგორც ვიცი იყო გარკვეული რელიგიური დანაშაული შეიძლება ჩაედინა და განედევნათ ან რაღაც კონკრეტული დანაშაულებს მათ ქონდათ კანონი იმ კანონში ჯდებოდა თუ ვიღაცა ვინც ამ კანონს არ და ხდებოდა კანონს გარეთ. ის კანონს გარეთ ადამიანური არ იყო რა. წარმოიდგინე იმათვის მნიშვნელოვანი იყო და ერთ მაგარ გადახვევას გავაკეთებ არ დამოვიწყდეს. გურიის რესპუბლიკაში, რომელიც დაახლოებით
15-100 წლის წინ იყო ჩვენთან შექმნილი. იყო ღმერთო გამახსენე, ესე იგი ადამიანები, ვინც შემჩნეული ყავდათ რუსულ იმასთან ურთიერთობაში, ან აგენტურაში, ან ასე შემდეგ, პუნქტი თუ რაღაცას ეძახოდნენ, ზუსტად შეიძლება ბაბადი ტერმინს ვერ გავიხსენებ, იმ ადამიანის დამარხვის უფლება ოჯახსაც არ ჰქონდა, რომ მოკლავდნენ. აუცილებლად ან რესპუბლიკის წევრები, ან ვიღაცაები მოკლავდნენ. აი, ვინც რუსეთის მთავრობაში, ან იმას შემჩნეული იყო, დამარხვის უფლება არ ჰქონდათ. არავინ არ ეკარებოდა იმის გვამს, წარმოიდგინეთ, ცოლს, შვილს, იმასაც არ ჰქონდათ, იმდენად დევნიდნენ. ოღონდ საზოგადოება მომენტალურად გავიყული ხდებოდა. ანუ როგორც კი შემჩნეული იქნებოდა, ბუნებრივია, ეხლა აქვე ცოტა გამხელჯობია, ბევრი იყენებდა იმას სათავისოდ და ისეთ ადამიანებსაც შეიძლება მოეკლათ, რომელიც საერთოდ არ ყოფილიყო შემჩნეული. მაგრამ როგორც კი მსგავს რაღაცას დაინახავდნენ, მოკლავდნენ იმ ადამიანს, დააგდებდნენ შარაზიან სადღაც და ოჯახსაც. აი, სამეგობროსაც კი არ ჰქონდა ყუბოს მხარზე გადების უფლება, რომ სასაფლაოზე მეეყოლან და დაემარხათ. და ნახე რა ხდება, ზუსტად აგამბენი აკეთებს დაახლოებით იგივეს, რომ ამბობს, რომ რეჟიმი ყოველთვის შექმნის ამ ჰომოსაკვერს რა, ყოველთვის შექმნის მსგავსი ტიპის ადამიანს და მე ახლა ჩვენ დღესაც გვახსენდება ხო ჯერ გვახსენდება გუშინაც გვახსენდება რომ ნულოვანი ტოლერანტობა კი ბატონო და დღეს გვახსენდება ნულოვანი თანაგრძნობა ხო ორივე გუშინწინის იყო ნუღრიალებთ ნულოვანი ტოლერანტობა ნულოვანი თანაგრძნობა ხო დღეს კი ბატონო და რას ნიშნავს ნულოვანი თანაგრძნობა ნიშნავს რომ ეს პიროვნებები მე გავკვეთე მოქალაქეობიდან ხო როგორც განაჩენი და ესე მოიქეცი ანუ კანონს მიღმა არის ანუ ჩემთვის მე კანონით არ დავიცავ და შენ რაც გინდა ის გაუკეთე საბოლოო ჯამში ამას ამბობს ხო ანუ ის ადამიანები ვინც მე არ მაწყობს და დისკომფორტს მიქმნის ამიტომ არის სახელმწიფოებრიობა თქვათ კითხვის ქვეშ კალკულურ პირობებში როდესაც ისმება ნულოვანი ტოლერანტობა შეიძლება სიტყვიერად არ დაისმას და ქმედებით დაისვას ეს ტოლერანტობა და ნულოვანი თანაგრძნობა მაშინ აუცილებლად იქნება საზოგადოების ის წევრები, ვიღაცები, ვინც არ აწყობს რეჟიმს, აუცილებლად იქნება ის ადამიანები, ვისაც ის არა თვითონ კანონით გაეკიდება, როგორც შეიძლება გაეკიდება, როგორც თქვა დღეს ხდება და წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა, არამედ გამოაცხადეს, ნუ ვიღაცამ და ხდება კიდევაც, თუ დააკვირდები, ხო? ვიღაცა იქ გამოდის და ვიღაცა ასე ვთქვათ, უხეშად ვთქვა, ტიტუშკას რო ეძახენ, ვიღაცა მოვა და იმას გალახავს და იმას კანონი კი არ ეხება, იმიტომ რომ იმან მისცა კანონმა იმის საშუალება რომ იმიტომ რომ გამოაცხადა თვითონ რეჟიმმა ეს კანონ გარეშე მდგომად და მერე მისცა შესაძლებლობა ვიღაცას ხო თვითონ არ გაისვის ხელს ბუნებრივია ხო და შესაბამისად იქ სადაც ადამიანები კანონ გარეშე ანუ რეჟიმი კანონ გარეთ აყენებს ადამიანებს რომ კანონმა აღარ დაიცვას ნუ იქ ხდება პირველ რიგში ხდება არაქრისტიანული შინაარსის ფორმირება, იმიტომ რომ ქრისტე ყველასთვის მოვიდა. ანუ ქრისტე არ მოსულა ჩემთვის, კორნელისთვის არ მოსულა, გიორგისთვის არ მოსულა, რაღაცა კონკრეტული ჯგუფებისთვის არ მოსულა. არც იმათთვის არ მოსულა. არავისთვის კონკრეტულად არ ინდოელი ბავშვებისთვისაც მოსულა, სომალელებისთვისაც. ყველასთვის, მაგრამ ყველასთვის მოვიდა პირო ინდივიდუა, ანუ შენც მნიშვნელოვანი. აი მაგის გაგება რა ჯვარცმა, შენთვისაც არის, ჩემთვისაც ვიღაცას კი ირლანდიელისთვისაც არის, იმისთვისაც არის, იმისთვისაც არის, ყველასთვის მოვიდა და იმერთის ამიტომ ამბობენ რომ პალესტინელებისთვისაც არის. ამიტომ კაცის პროტესტსაც აქვს მნიშვნელობა, რატო? იმიტომ რომ იმერთი კაცისთვისაც არის. იმერთ კაცში გაცხადება ქრისტე ზუსტად. თუ კი ღმერთი შეიძრა, თქვა თუ კი ღმერთი სამყარო შეძრა და სამყაროში ადამიანად მოვიდა თუნდაც იმერთი კაცისთვის, ხო? შენ დღეს რო იძახი რომ იმერთი კაცის აზრი არა მნიშვნელოვანი არაო რამხელა შეურაცხყოფას აყენები რამხელა ესე ვთქვა დისტანციას ქმნი ქრისტეს იდეას შორის და შენს იდეას კი მესმის რომ შეიძლება ვიღაცამ გითხრას რომ რელიგია ჯერთი არ ვიცი თუ რელიგიურობად დავილაპარაკ რელიგია არის ის რასაც ქრისტეზე ვილაპარაკოთ ეს რამოდენად განყოფილი იყოს შეიძლება ქრისტე და სახელმწიფო. მაგრამ ის თუ როგორ ცხოვრობდეს ამ სახელმწიფოში ადამიანები, ხო? ამას ერთმანეთთან ვერ გამიჯნავ. ამას ვერ გამიჯნავ იმიდან. იმიტომ რომ ვიღაცას ის წამს, ის მოქალაქეობს
ამ წუთის სოფელში მოქალაქეობის იმის შესაბამისად ისე უყურებს ამ შენ არ გაქვს უფლება როგორც სახელმწიფოს რომ ვიღაცები გამიჯნო შენ როგორც არ უნდა აზროვნე როდესაც თან პლუს როდესაც შეიძლება ძალიან დიდი ნაწილი შენ არ ხედავდეს როგორც სწორად მოაზროვნეს სახელმწიფოდ მოაზროვნეს ხო არა ბევრი უნდა ღვინის კომპანიებს თქვენი მეგობარ ღვინის კომპანიებსაც და ჩემ მეგობარ ღვინის კომპანიებსაც მივმართოთ რომ შემდეგი საუბრებისთვის რეკლამას ხო ბუნებრივია და ღვინოს გქონდეს მაყურებელი რამდენი ყავს რეკლამას რა ითქვა მაყურებელი რამდენი ყავს რამდენიმე 1000 რამდენიმე 1000 ეხა შენ რომ მსმენელი ყავს შეიძლება იყოს 0.1000 იყოს 1000-იც თუ აი 0.1000 100 კაც წერან ხო ამბობდით რომ იმ ერთი ადამიანისთვისაც კი ანკასტა და მოვიდა ქრისტე ხო ერთი ადამიანიც კი რომელიც ამ ვიდეოს გადაუხვევლად უყურებს თავიდან ბოლომდე იმისთვის ღირს შენი შრომა ხო არა იმ ადამიანისთვისაც მოკლედ მოდი ასე თქვა ქარხნება არ გამოგვიზამოს რა არა ადამიანებმა გამოგვიზამოს ის საოჯახო მეღვინეობებმა გამოგვიზამოს განსაკუთრებით ძმების მეურნეობები თუ ასე შემდეგ თუ განსაკუთრებით ძმები თუ აზარმოებენ ხო არ გვინდა ესე ნუ დავკონკრეტდებით ზოგადად ვისაუბროთ ადამიანებს და მათ მიერ წარმოებულ ღვინოებს ხო და ისი აი საერთოდ ჩვენ რომ მოდიოდით აქ მეკითხარი მინდოდა გვესაუბროს სხვა რაღაცაზე მაგრამ საერთოდ ჯამში გამოდოს სხვა რაღაცას ბოლოს იმაზეც ვისაუბროთ ბოლოს რაზე დასასრულისკენ რომ წავიდით არა ეგ თავისთავად კავშირშია და თავისთავად ყველა ადამიანი საკუთარ თავს ამოიცნობს ისევე როგორც მე სმენისას მაგრამ რაზე მინდა იცი ვისაუბრო ხიდი ჩატეხილობა დღევანდელ ადამიანსა და ეკლესიას შორის ახალგაზრდას, ბერგაზრდას ნიშნულობა არ აქვს. როგორ უნდა შენი გადმოსახედიდან ხო აი აქაც ჩატეხილობა გარკვეულწილად იმიტომ არ დაგვიგია ჯერ რომ დავაგებ მეორე პოდკასტი ალბათ ტვაში გვექნება. და მომდევნო პოდკასტების თუ ასე არ დაინგრება ყველაფერი და ამინდი გვექნება იქნება, მაგრამ ისი თქმა მინდა. რატომ შორდება ყოველდღიურად შენი აზრით ეკლესია და ადამიანი ერთმანეთს და წავიდეთ დასასრულისკენ მაგთები. ოღონდ იმას არ გულისხმობ ხა ბუნებრივი ვიღაცამ ჯიპები იყიდა და ვიღაცას რაღაცა და ჭრაობაში არ გადაგვეზარდა. ზოგადად. შენი გადმოსახედი. რა არის იცი ზოგადად ეკლესია რა არის ამას კიდევ აქვს დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ხშირად ჩვენ ეკლესია გვესმის მხოლოდ ვთქვათ ის ნაგებობა, რომელიც ტაძრის სახით გვაქვს შემორჩენილი. ან წესჩვეულებები რაღაცა გარკვეული და რაღაცა შეხვალ და ეკლესიაში შეხვალ და ეკლესია გამოხვდა სხვა ადამიანი. რატომ შორდება ძალიან ავიც ღრმა ანუ რა გამოწვევებია დღეს აი რა თუ იმას არ მომხდა ნარკომანია და რაღაცა გემბლინგი არ კითხვის გაცემა რა მე მაინც ვფიქრობ რომ როგორც ყოველთვის ხო ეკლესია დგას აი ესე ვთქვათ მამების ნააზრევზე ხო მამების ნააზრევს ჭირდება ფილოსოფიური გააზრება არა ისე რომ რას ამბობენ მხოლოდ არამედ რატომ ამბობენ იმიტომ რომ რატომ ამბობენ უკვე შენ გაძლევს იმის შესაძლებლობას რომ დაინახო დროში და სივრცეში მნიშვნელობა იმ ნააზრევს ეს რას ნიშნავს იცი რომ ეს ნიშნავს რომ შენ მუდმივად გჭირდება არა მხოლოდ ტექსტუალური მოხმობა და სხვაზე მიწებება იმ ნააზრევისა არამედ ჩართვა საკითხში როგორის და რატომ და სხვა მსჯელობითი საკითხების. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვისჯერდით რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალი რა ყველასთვის მოვიდა ქრისტე, მაგრამ თუ კი ის ნაშრომების და ნაწერების თქვა რა ეკლესიის სწავლება დგას, ხარ შეგვიძლია მათზეც თქვა რომ ყველასთვის ინდივიდუალურია ის და ეს გზა, ესე ვთქვათ, გარდამავალი წერტილი, ხიდი, რომელიც ჩატეხილია ინდივიდსა და საეკლესიო, ასე ვთქვათ, ნააზრევს, საეკლესიო, მოდი, მამათა ნააზრევს შორის. იმიტომ კი არა, რომ მათ არა აქვთ ეს ხიდი. იმიტომ რომ ჩვენ ვეღარ ვაშენებთ ამ ხიდს, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ რაღაცა კონკრეტული კანონი თუ ნააზრევი პირდაპირ მოვარგოთ იმას. და არ ვთქვათ, ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ არ გვაქვს სამართლის ფილოსოფია, რომელიც მიუდგება ყველას ინდივიდუალურად რა და დასვამს კითხვას რომ რო არსებობს რაღაცა წესი
ეს წესი კი არსებობს, მაგრამ რატომ არსებობს? რამ განაპირობა ამ წესის მიღება? კონკრეტულ ისტორიულ პროცესში ეს წესი რო შეიქმნა, რა იყო საჭიროება და რა არის ამ წესის მნიშვნელობა დღეს და საჭიროება და როგორ არის თუ არა შესაძლებელი, სჭირდება თუ არა მას თავიდან გააზრება. მნიშვნელობის შეცვლა კი არა. თავისი შინაარსის შეცვლა კი არა, მაგრამ გააზრება თუ როგორ უნდა მიუდგეს ის თანამედროვე ადამიანს. იმიტომ რომ მამების ნაზრები იყო ზუსტად ეგეთი, რომ გამოწვევები, რომელიც იყო თანამედროვე სამყაროში, ეს გამოწვევები გადაეყეჭათ, ესე ვთქვათ, დაემუშავებიათ და ესე ვთქვათ, როგორც ლუკმა მე მიეწოდებია თანამედროვე სამყაროსთვის, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე სამყაროსთვის და თანამედროვე სამყაროს რომ ვამბობთ, ხან გულისხმობთ მე-3 საუკუნეს ამ შემთხვევაში, მე-4 საუკუნეს, მე-7 საუკუნეს და რაღაც უკვე 21 საუკუნე როგორ გადავხედოთ ახლა, ხო, რაღაცა ეტაპზე სავარაუდოდ უფრო კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ზუსტად ამ პროცესმა, ამ ცოცხალმა პროცესმა თითქოს შეწყვიტა არსებობა, იმიტომ რომ და სწორი იყო, მას კი არ ვიძახე, გარკვეულწილად სწორი იყო ის დაკონსერვება, იმიტომ რომ იქ მიდიოდა, განათლების ცენტრი მოკვდა, ხო, სტამბული არის დღეს იმ ადგილას და კონსტანტინოპოლი თქვა დაიშალა, იქ საგანმანათლებლო ცენტრებიც დაიშალა მათ შორის, განათლება თუ კი ვინმე სჭირდებოდა ის მიდიოდა ანგლიკანურ სასწავლებლებში, მიდიოდა პროტესტანტულ სასწავლებლებში და გახდა დიდი რისკი, რომ ის რაღაცა საფუძვლები რაღაცა ნათელი წერტილები, მნიშვნელოვანი წერტილები რაც არსებობდა თქვა იმ საღვთისმეტყველო სწავლებაში ინტერპოლაციით დაბინძურებულიყო რა და ეს რისკი რომ დაინახეს რა თქმა უნდა და შეეცადეს დაკონსერვება. ამაში არ არის იმთავითვე ცუდი არაფერი, მაგრამ ამ დაკონსერვებულს თუ შეინახავ მარადიულად, უკვე ცუდია, იმიტომ რომ იგივე პრობლემა აღარ დგას. მაშინ თუ იყო პრობლემა ის, რომ შეიძლება ეს ინტერპოლაცია მომხდარიყო და ამას დაებინძურებია, უკვე შენ აღარ გაქვს ეს პრობლემა, იმიტომ რომ არსებობს უკვე შესაბამისი მართლმადიდებლური სასწავლებლები, მოაზროვნეებიც, უბრალოდ ყურადღების მიქცევა უნდა ის მოაზროვნეებიც, რომელსაც შეუძლია იაზროვნოს და შეუძლია რომ გამოწვევების შესაბამისად გადათარგმნოს ყველა პრობლემა. ამიტომაც ეს კონსერვაცია, რომელიც შესაძლებელია იმ პერიოდში არსებობდა, გარკვეულწილად მოსახსნელია. ერთ-ერთი თანამედროვე გამოწვევაცაა თქვა ეკლესია. ჩვენი კათოლიკე ეკლესიის თუ რუსულის თუ არა, მაგას არ რუმინულის თუ აქ არ დგას პიროვნების პრობლემა, არ დგას კონკრეტული იმის პრობლემა. იმიტომ რომ ჩვენ თუნდაც ჩვენ რომ ეხა შავთაზე დავდიოდით ან ათონზე დავდიოდით, ან აღარა ეს კერებიც აღარაა ბუნებრივი. აქ არ დგას კონკრეტული პიროვნებების პრობლემა და ხშირად ვიღაცები აყენებენ ამას, ხო? ისაა პრობლემა ეკლესიაში, ეს არის კაცია დაიბარა 4-ხმა იქ რაღაცები უჩია, არასდროს ერთი კაცი ბუნებრივი ეკლესიის პრობლემა ვერ გახდება. სისტემური, და ეს სისტემური როგორ უნდა მოხდეს? ნესტორი ხომ არა? ძალიან რთულია, ძალიან რთული ამაზე მსჯელობა, იმიტომ რომ ამას სჭირდება ალბათ უფრო მეტი ცოდნა და უფრო მეტი მაგრამ რაღაცა სისტემურია, რომელშიც აუცილებლად ნაწილს იღებს განათლება, ნაწილს იღებს აკადემიური შრომა, ვიღაცა უნდა გამოჩნდეს ის საზოგადოება, ვინც ხელს შეუწყობს ამ აკადემიურ განვითარებას, ვინც გამოჩნდება, ვინც აკადემიურ შრომას იტვირთებს თავის თავზე, პირველ რიგში შექმნის საფუძველს, რომ ის რაც უნდა იყოს თანამედროვეობაში ფეთქვადი, ანუ ცოცხალი, ის არ არის განყენებული და დაშორებული მართლმადიდებლური ტრადიციიდან, არ არის და ამავდროულად შექმნის საფუძველს, რომელიც გაიაზრებს, რომ ის რაღაცა ცვლილება არის ძალიან ორთოდოქსული, თუ კი ის დამყარებულია, ვთქვათ, მამათა სწავლებაზე, მაგრამ შეიძლება ფორმით განსხვავდებოდეს. მერე უკვე, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს საეკლესიო განხილვის საკითხი, ამ განხილვაში შეიძლება აკადემიური სივრცე აზროვნებდეს, ჩართული იყოს, მერე ჩართული იყოს სინოდალური სივრცეც, ანუ პროცესია, რომელიცაც აფერხებს ალბათ არ ვიცი, ალბათ აფერხებს სისტემაში არსებული ძალაუფლების საკითხი, რომელიც არ არის ინდივიდუალური, ხომ არის ძალაუფლების საკითხი ხომ სულ იქნება სისტემაში. ანუ ვიღაც პატარა კაცი, რომელიც რაღაც გარკვეული ძალაუფლების მქონე გახდა, გაახსენდა რომ ბავშვობა რაღაც არა, კორნელი, ნებისმიერ ადამიანს, ანუ სისტემა ისე ფუნქციონირებს, რომ ნებისმიერ ადამიანი, რომელიც ამ სისტემას ისე იწყებს აზროვნ, ანუ
ეგ არ არის კონკრეტული მოდი ასე დავსვავ კითხავს. აქ ძალაუფლების საკითხს არ ვსვამ მე როგორც გარკვეული საეკლესიო პრობლემა მაგ კონტექსტში არ ვსვამ. ეს ძალაუფლება უბრალოდ მე აფერხებს იმის შესაძლებლობას, რომ არ დაისვას წერტილი, ანუ ის რაღაცა წერტილი სადაც დაისვა და ის წერტილი იყოს ლოგიკური რა, უბრალოდ ლოგიკური იყო. მაგრამ ამ წერტილს მოყვა ისტორიული პროცესებით, სადაც თქვა იმპერატორი აღარ არსებობს. იმპერატორის გარკვეული ფუნქციები გადაიბარა საეკლესიო იერარქიებმა, რომელიც მას არ ჰქონდა მანამდე, მაგრამ გადაიბარა საეკლესიო. მე გაჩნდა ძალაუფლების საკითხი. ამ ძალაუფლების საკითხმა გააჩინა ზოგადი, შეიძლება ზოგადი, ესე ვთქვათ, სიტყვო იმ ძალაუფლების ფლობისა, რომელიც ყველა ადამიანში, ანუ ეს არ არის კონკრეტულად ყველა ადამიანშია, ყველა შეექმნება და ყველას ექმნება, ზოგს პატარაში, ზოგს დიდში, ზოგს იმაში. გააჩინა ის სიტყვა, რომელიც მე რაღაცა ბერკეტად უდგება აი ამ გარდამტეხ წერტილს. მაგრამ მე გარდამტეხი წერტილი, ჩემი აზრით, აუცილებლად დადგება, იმიტომ რომ ადამიანი აზროვნებს, ნებისმიერ ადამიანი აზროვნებს, ადამიანები აზროვნებენ ამ ადამიანებს, აზროვნებას აუცილებლად მოყვება შინაგანი ცვლილებაც. ნებრივი. ვიღაცებს წარმოუდგენია რომ ეს ადამიანები, ანუ ვიღაცები, ანუ კონკრეტულ პიროვნებას არ ვასახელებ არასდროს, მაგრამ ვიღაცას რო წარმოუდგენია რომ ის არის ეკლესიის პრობლემა, კონკრეტული პიროვნება, იმ ადამიანებში იმდენი სიკეთე და სითბო დამინახია, გასმის, ანუ არ არის ეგრე, რომ კონკრეტული პიროვნება არის ცუდი და ეს არის პრობლემა, არა. უბრალოდ სისტემა ესე ფუნქციონირებს, რომ უნდა იყოს ცუდი. არა, ვიღაცა კი არ უნდა იყოს ცუდი. უბრალოდ ისე ფუნქციონირებს, ის არის ნორმა იმ ფუნქციონირების და რაღაცამ უნდა მოხდეს, რომელიც ამ ნორმიდან ამოაგდებს. იმიტომ კი არა, რომ ის არის ცუდი. ხო და რა უნდა მოხდეს? იმიტომ რომ აზროვნება? აზროვნება და დრო. აზროვნება და დრო აუცილებლად მოიტანს მაგ აუცილებლობას, რომ მაქედან ამოხტეს. ვერ მოიტანს, იმიტომ რომ იმ იერარქიაში ხა გასაგებია რომ ეკლესია იერარქია და იერარქიაში თავისი ხალხი თავისი აზროვნების შედეგები ხვდება, მაგრამ მე სხვა რაღაცას ვამბობ. ეკლესია რატო დგას ეკლესიის კარებთან? და რატო არ გამოდის ქუჩაში სულიერი, აი ხა ხალხმა არის ის ბედა შენ შევხვდით სუფრაზე ერთმანეთს და იქედან მოყოლებული მოდიოს. რატო აი მე ვხედავ რომ ეკლესიაში სასურველები დგანან და უკმაყოფილო არიან იმით რომ ხალხი ეკლესიაში არ დადის. მაგრამ ხალხი ეკლესიაში შეიძლება თავისი ნებით არც მივიდეს. ანუ ის კაცმა შეიძლება დილით სასწაული ვერ იხილოს, რომელიც ეთქვის რომ აი ხა შენ ადექი და ამადამ ტაძარში მიდი და გახდი მრევლი. მესმის რასაც კითხულობ, ჩემი აზრით ეგ პრობლემა რასაც ვამ, რომ ეკლესია თავის თავიდან არ გადის, არ დგას, უბრალოდ დგას პრობლემა სხვანაირად. დგას პრობლემა უფრო არის კულტურული საკითხი, ძალიან დიდი ხიდჭატეხილობა თაობებს შორის და მიდგომებს შორის და დამოკიდებულებებს შორის. ძალიან ხშირად ხვდებით არა იმას, რომ ეს არ გადის საზოგადოებაში, უბრალოდ მიაჩნია, ვიღაც კონკრეტულ პიროვნებას მიაჩნია, რომ ის რომელიც ცნობიერება და ის რომელიც მას აქვს, აი ეს უნდა მოახვიოს თავზე, ანუ რაღაცა ესე ვთქვათ ეტაპები კი არ არის, რომელიც ადამიანს ეს უნდა მოახვიოს და იმის პრობლემაა თუ ამას არ მიიღებს. პრობლემა ის კი არა, რომ არ გადის. პრობლემა ის არის საბოლოო ჯამში დამოკიდებულება ის თუ როგორ გადის იქიდანაც საიდანაც გადის. იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, ყველა საზოგადოებას აქვს თავისი კულტურა და ამ კულტურიდან დაგროვილი აღქმები, მათ შორის რელიგიურობის და ეს აღქმები ხანდახან გადაიზრდება ხოლმე რელიგიურ და ჩვენ შემთხვევაში ქრისტიანულ რწმენებად. და ქრისტიანული რწმენა იმ თაობაში, ანუ ესეთი ტიპის ქრისტიანული რწმენა, რომელიც ტრადიციებიდან ამოზრდილია და თითქოს რაღაც აი არ აქვს კავშირი თავისუფალ რწმენასთან ქრისტეში, მე გარდაიქმნება ზუსტად იმ შემავიწროებელ მარწუხებად რა, რაღაც შემავიწროებელ მარწუხებად იმ სხვა თაობის, რომელიც სხვანაირად აზროვნებს. მე ესე ვაზროვნებ, მე ესეთ კულტურაში გავიზარდე, მე ესეთ ოჯახში გავიზარდე, ესეთ ქვეყანაში გავიზარდე, ესეთ პერიოდში გავიზარდე, მე ესე ჩამომიყალიბდა ჩემი ქრისტიანული ხედვა და მე ვთხოვ შემდეგ თაობას, რომ ზუსტად ისეთი იყოს მისი ქრისტიანული ხედვა. და
არ ვცდილობ რომ მე თვითონ გამანთავისუფლო ხო სივრცე არ ვცდილობ რომ გამანთავისუფლო ჩემი ქრისტიანული ხედვა კულტურულ სოციალური ფენომენიდან რომელიც მომცემს მე ცოცხალი რწმენის შესაძლებლობას და მე ცოცხალი რწმენის შესაძლებლობაში და აღარ შეგეშინდება იმის რომ ამ შემთხვევაში მე იმას არ ვფიქრობ რომ კიდე თუ არა ეკლესია საკუთარი თავიდან არ გადის არამედ უფრო მეტად დიალოგის პრობლემა არის პიროვნული დიალოგის პრობლემაა რატო დიალოგი რა არის დიალოგი არ არის მე ესე მჯერა და შენ უნდა მიჯერებდე ან შენ ესე გჯერა და მე უნდა გიჯერებდე ხო დიალოგი რა არის დიალოგი არის გახსნილობა შენ გახსნილი ხარ მე გახსნილი ვარ მე შენ გისმენ და მზად ვარ რომ შენ არ გეშინია შენგან რაც მოდის იმან მე გარდამქმნას ჩემგან რაც მოდის იმან შენ გარდაქმნას თუ ეს ორი თანხმედრა არ არსებობს არც შენ მომისმენ ბუნებრივია და არც მე მოგისმენ მე თუ შენ მაშინვე ჩაკეტავ გესმის ჩემგან ჩემი საუბრის წყაროს მაშინვე ჩაკეტავ იმიტომ რომ მე შენ ხვდები რომ მე თავზე გახვევ შეიძლება სიმართლეს მაგრამ მაინც თავზე გახვევ იმიტომ რომ მე არ მაქვს ისეთი დიაობა იმისა რომ შენი მოვისმინო და შენმაც გარდამქმნას ხო ჩვენ ხო ვისაუბრეთ ამ აქ თემაზე რომ ეს არის რაღაცა დინამიური პროცესი რაღაცა ფეთქვადი პროცესი რომელშიც ერთმანეთს გარდაქმნის ყველაფერი და მასწავლებელი ამ თვალსაზრისით რომელიც ჩვენ თითქოს აი პოსტსაბჭოთა პერიოდში გვესმის რომ აი მასწავლებელმა იცის რა არის ჭეშმარიტება და ამ მასწავლებელმა ჭეშმარიტება უნდა მისცეს მეორეს ამ ფორმით ვერ აღიქვამს მეორე ადამიანი ინდივიდები ძალიან ცოტა აღიქვამს ისიც კიდევ ვისაც თავისუფლების იდეა დიდად განვითარებული არის და თავისუფლება დიდად არ უნდა მას უნდა რომ თვითონ იაზრუნოს ადამიანს უნდა თვითონ იაზრუნოს საკუთარ აზროვნებით მივიდეს და შენ იყო ხელის შემწყობი ამ აზროვნებაში და არა კიდევ პროდუქტის მიმცემი ვინც რაღაცა მოდულს მისცემს დაღეჭილს ამიტომაც ადამიანის ბუნება ესეთი რადგანაც არის ამაში საჭიროება არის იმის რომ ჩვენ ვიყოთ თანამონაწილე დიალოგში რომელშიც მე ღია ვარ ანუ არ შეიძლება მე ვიყო ჩაკეტილი ამ დიალოგში მე თუ სიყალბეს დავინახავ მე ეგრევე განზე გავდგები ხდება ზუსტად აი ამ დამოკიდებულების საკითხი სადაც მე მივდივარ სიტყვაზე პირობითად მე მივდივარ საზოგადოებასთან ჩემი უკვე არსებული იდეებით რომელიც უნდა დაიჯეროს იმან და ამ დაჯერებისთვის ასე თვითონ ქრისტე იმისთვის რომ ეს იდეა მოაქვს ამ დაჯერებისთვის დიალოგს ქმნის კაცობრიობასთან ხო და დიალოგი რა არის თანაგრძნობა დიალოგი რა არის თავგანწირვა დიალოგი არის ჯვარცმა ყველაფერი დიალოგია თვითონ გახსნილი ხო ხდება ანუ გახსნილი სტუმრობა საუბარი ამ გახსნილობაში უკვე მე ვიღაცისთვის ეს იდეა ხდება საკუთარი იდეა და იმ საკუთარი იდეასაც პიროვნულად თვითონ გარდაქმნის საკუთარ მოაქვს და შენ გინდა რომ თქვათ შენ იდეათ არსებობდეს და ამ იდეას ვიღაცა დაიჯეროს ეს იდეა ეგრე ესე არ ხდება რა იმიტომ რომ საჭიროა დიალოგი და ნუ ქრისტე მაგალითია ჩემი აზრით და ღმერთკაცობრივი დიალოგისაც საკუთარ თავშიც და კაცობრიობასთანაც ღმერთკაცობრივი დიალოგის მაგალითია იმიტომ რომ შენ ადამიანს ნახე შენ რა არის ღმერთი თუ გინდა მიხვდე ანუ ქრისტეში ორივე ჩანს მაგრამ თუ გინდა მიხვდე რომ რა არის ღმერთი შენ უნდა შეხედო ადამიანს, ანუ ადამიანობრივ როგორც ადამიანი მოვიდა, ხო? იმას თუ ადამიანურ ბუნებას არ შეხედავ, თუ რა გააკეთა ადამიანურ ბუნებით, ისე ღმერთს ვერ ხედავ. როგორ განვითარდა, რა გზა გავლა. იგივე არის, შენ თუ გინდა ადამიანი დაინახო, მაშინ აი ეს ღმერთიდან წამოსული ეს თანაგრძნობა დიალოგიც უნდა დაინახო და არ ვფიქრობ, რომ გინდა თუ არა ესე ცალსახად არის, რომ მათ ეკლესია არ გამოდის საკუთარ თავიდან, როგორ არ გამოდის მოძღვრები საუბრობენ უბრალოდ მე ზოგადად ახლა კონკრეტულზე რა ვიზარდ უბრალოდ პრობლემა რაღაცა მცირე ტიპის პრობლემა არსებობს იმაში არ ხო დიალოგში მზადყოფნა ჩემი შენი არა მხოლოდ დიალოგს მზადყოფნა არამედ განსხვავებული აზრის მიღების მზადყოფნა იმის რომ ჩემგან მოვისმინო განსხვავებული ხო მაგრამ ეგ მაგას უნიშნავს ღიაობა მაგას გულისხმობს რომ შენგან კი არ მოვისმინო ანუ ეს მინდა რომ განვავრცო და განვავზოგადო იმიტომ შენგან კი არა თანამედროვე საყაროდან უნდა მოვისმინო და თუ თანამედროვე საყაროდან არ მოვისმენ მე ამას და იმის გადამუშავებას არ დავიწყებ როგორც წმინდა მამები აკეთებდნენ და გეტყვი რომ არა ეგ ცუდია და მეტი არაფერს აქ არ აღჩევთ ისევე განზე როგორც ვართ ხო აი ეგ არის პრობლემა რა ნუ რავი ჩემი გადმოსახედიდან იმიტომ რომ იქ შინაარსების გადმოტანა არ ხდება და უბრალოდ ხდება მარტო ცალსახელების
ფორმების მორგება, ანუ მე მაქვს ფორმა და შენ ამ ფორმას არ გები, ან რაზეც ვის მიუხედავად იმისა, გინდა თუ არ გინდა შენ აქ ხო არ არის ეგრე, ეკლესია ყველას მოიცავს, ხო? ყველას რო ყველას მოიცავს ეკლესია, ყველას თავის ძახის, ყველას საკუთარ წიაღში იხუტებს და შესაბამისად ჩვენი ეკლესიის ფუნქციაც და სასულიერო პირისგან ადამიანის ზოგადად ფუნქციაც ეგ არის, რომ თვითონ იყოს ესეთ გახსნილობაში სამყაროსთან, როგორ გახსნილობაში ღმერთი არის სამყაროსთან. და ეს დიალოგი ძით წარიმართება, დიალოგი, რომელიც კი არა შეიწირავს სხვას, თვითონ არის შეწირული და შენ თუ გინდა რომ სხვისი აზრების გამო სხვა შეწირო, უკვე ვერ მართავ ამ დიალოგს რა. აღარ ხარ მით უფრო თანამედროვე სამყაროსთან, იმიტომ რომ თანამედროვე სამყარო სჭირდება. არ შეიძლება თანამედროვე სამყაროს აქციო ზურგი რა, თავისი გამოწვევებით, თავისი შინაარსით, თავისი მიღწევებით, თავისი მეცნიერებით არ შეიძლება ჩაკეტო, არ შეიძლება აქციო ზურგი, პირიქით მაშინ უნდა შეხვედრე ღია დიალოგთან. და ღია დიალოგი სჭირდება შენ გაახსოვდეს შენი თავი, ხო? რაღაცა მაგაში კოსმოპოლიტიზმის იდეაც არის ეროვნული მასში თუ გადმოიდა კოსმოპოლიტიზმი, შენ უნდა გაახსოვდეს შენი თავი, მაგრამ არ უნდა ჩაკეტო შენ თავში. არამედ შენი თავით უნდა ლამაზო, გააფართო, მრავალფეროვნო სხვაც და შენი თავი. მაგრამ ეს ბუნებრივი არც კი არ ცვლი. შენი არსის გამოხატულებას ცვლი იმ ფორმას, რომელთაც შენი არსი სამყაროს მიიღო, იმიტომ რომ მე ჩემი ფორმა მჭირდება საუბრის. შენ რაღაცა გინდა მე ამიხსნა, მე ჩემი გამოხატულება მასწავლებელი ხო ამას აკეთებს. მასწავლებელი რომელიც ახსნის გაკვეთილს და ყველას ინდივიდუალურად არ აუხსნის ისე როგორც ანუ ახსნის გაკვეთილს რომელსაც ვერ გაიგებს ერთი ბავშვი, ორი ბავშვი, ან საერთოდ ერთ-ერთ ვერ გაიგებს და დაავიწყდება სკოლას რომ ჩვენს დროს რომ იყო რომ ბოლოს რომ ამბობდა რომ თქვენთვის მე კი ვიციოთ თუ არც გაიგონებთო ისე გამოდიოდა აიდარდიოდა ნახევარზე მეტი ვერც გებულობდა იმიტომ რომ კითხვის დასმის მომენტი არ უჩნდებოდა მოსწავლეს რომ აიცი და ამ წუთას მე ვერ გავიგე მოდი დამაბრუნი ახლა მაგ საკითხთან და ამიხსენე ჩემთვის გასაგებად იმიტომ რომ ისიც ზუსტად საყოველთაოდ ხსნიდა ისევე როგორც მშობელი რომელიც შვილს აძლევს პირობითად რაღაცა ლარს და ეუბნება რომ აი ეს ფული შენია როგორც გინდა ისე დახარჯი მაგრამ კარგი იქნება თუ არ იყიდი ნაყინს და იყიდი ფანქარს ბიჭო იმას უჩნდება კითხვა რომ თუ ჩემია და როგორც მინდა ისე დავხარჯო რატო არ ვიყიდო ნაყინი და რატო ვიყიდო ფანქარი მოდი რა მე როგორც მინდა ისე დავხარჯო ხო სკოლა კიდე ცალკე პრობლემა ჩვენს რეალობაში ალბათ სხვაგან სხვა პრობლემა მაგრამ ჩვენს რეალობაში სხვა გამოწვევას იძლევა თვითონ სკოლა, იმიტომ რომ ჩვენი შეფასების სისტემა, რომელიც ცნობიერებას აყალიბებს, კიდე განსხვავებულია, მაგრამ სხვა დროს ვილაპარაკობ. აუცილებლად ვისაუბროთ სხვა დროს. აუცილებლად ვისაუბროთ და არა მხოლოდ მაგაზე, ბევრი კიდე სასაუბრო თემა გვექნება, დღევანდელი საუბარი წავიყვანოთ ამით. ბოლოსკენ თუ რამის თქმა არ გინდა კიდე? ბევრის ზოგადად ბევრი ლაპარაკი მიყვარს, კარგია ბევრი საუბარი. თქმა მინდა, მაგრამ შეიძლება ყველაფერი შინაარსიანი და აზრიანი ვერ ვთქვა. ამიტომ ჯობია. საკითხავია. ამიტომ ჯობია. ხო და წავიყვანოთ დღევანდელი საუბარი დღეისთვის ბოლოსკენ, ხო და მაყურებელს მოუწოდოთ. მაგრამ აქვე დავსვათ დასასრულისკენ და ხო, ბუნებრივია, ეს არ იყოს დასასრული, ეს იყოს დასასრულის დასაწყისი. რაღაცა ახალი განგზავნებითობა გაგრძელება. რომელიც აუცილებლად გაგრძელდება, მე გული მიგზნებს, კიდევ კომენტარებში დაგვიწერეთ, ზოგადად YouTube-ს ამ სამყაროს აქვს ესეთი საუბრის მანერა, რომ უნდა ვესაუბროთ მაყურებელს ბუნებრივია და უნდა ვთხოვოთ და მოუწოდოთ იმისკენ, რომ დაგვიკომენტარონ კითხვები, მოეწონათ თუ არ მოეწონათ, გააზიარონ და ასე შემდეგ. ესაა სასაუბრო ენა YouTube-ის, ასე ვთქვა და არა მხოლოდ YouTube-ის, სოციალური მედიის, ჩვენ ხო ვიცით როგორია საერთოდ თეოლოგუმენი საუბარი, წიგნის მიერ ასე შემდეგ და სოციალურ მედიაში მსგავსი ტიპის საუბრებია, იმიტომ რომ ხანდახან ადამიანები ერთობიან ყურებაში, რომ ავიწყდებათ გამოწერა და კომენტარის დაწერა და ასე შემდეგ, რაც მე სტიმულს გაძლევს შენ, რომ მომდევნო საუბრისთვის რაღაცა სასაუბრო თემა და კითხვები მოიმარაგო. მე საერთოდ აი ეგეთ აზრს მოგაწვდიდი, რომ უფრო მეტად რეალობას შეხედო, შემდეგ პოდკასტში დასვი შენი გოჭი. ჩემს მამ გამიგზავნა. და აგერ ნახავ თუ უფრო მეტი კითხვა არის გაჩნდება, უფრო მეტი
ჩემმა ძმამ გამომიგზავნა ფოტოსატას მე და გველი ვზივართ გვერდ აი აქ ზუსტად ამ სკამებზე გადაღებული ფოტოა სადაც გველს ანუ კას რომელიც ამ ტბაში სხვადასხვა 180,000 ნახვაზე მეტი აქვს იმ ვიდეოზე მაგრამ გველს ვესაუბრები და აი გველს რო ვესაუბრები აი რატომ დაეცით 64-ში მაგალითად ესე ვკითხავთ ხო და ამიტომ შეგიძლიათ მოიწვიოთ გოჭუნა ციური პოდკასტში და დარწმუნებული ვარ რომ ბევრად უფრო ნახვადიც იქნება ციურისთან საუბარი გამოუთქმელში ღრუტუნში იმდენ შინაარს მაგას მაშინ 50,000 გამომწერზე ვიზავ პირობითად 100,000-ზე არ ვამ 50,000 წერე დასაწყისია წერე არ ვიცი ეხლა YouTube-ზე შევხედავ მაგრამ YouTube-ზე არა მხოლოდ 50,000 გამომწერზე ერთ სიტყვით მომყავს ციური თავისი შვილებით ალბათ მაშინ შვილები ეყოლება აი ეგ დავსვათ და ვისაუბრებ კარგი რამდენი გამომწერზე უნდა დაკლაციური ციური არ იკლება. ციური ერთადერთი ღორი იქნება ქართულ რეალიტიში, სოციმედიაში, რომელიც თავისი სიკვდილით გარდაიცვლება ალბათ 10 წლის მერე. ნახოთ, დაველოდოთ მოვლენე. ადლოთ მაშინ მაყურებელს. აყურებელს გამოდის.